გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი, დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო სტუმრით. დღეს ჩემი სტუმარი არის თაზო ბოჯორიშვილი, გამარჯობა. სალამი. თაზო არის პირველი ქართველი პროფესიონალი ბოდიბილდერი, პერსონალური მწვრთნელი და ძალიან ბევრი შეჯიბრის ჩემპიონი და ძალიან მიხარია. პრინციპში პირველად არის ესეთი სფეროს წარმომადგენელი ჩემთან სტუმრად და მადლობა ამისთვის. მოგესალმები, მივასალმები პირველ შენს მაყურებელს. მინდა გითხრა, რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი გაქვს და ძალიან საინტერესო ჩემთვის დღეს აქ ყოფნა. სიმართლე გითხრა და მგონია, რომ ძალიან საინტერესო თემებს შევეხებით. აუცილებლად ძალიან საინტერესო თემებს შევეხებით, თორემ ვისაუბრებთ ვარჯიშზე, ძირითადად და ვისაუბრებთ საკუთარ დანამატებზე და რაღაცა კვების რაღაცა ეტაპსაც მოვიცავთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განუყოფელი რაღაც ერთ ფრაზა წავიკითხე, ხე გამახსენა თან ამოვიწერე, რომ ვარჯიში არის მეფეო, კვება არის დედოფალი და ერთად ქმნიან სამეფოს. ხო, რეალურად ეგრე არის. ძალიან საინტერესო. ამ ეპიზოდის წარმდგენი არის PSP და თქვენ რადგან ძალიან მოგწონთ სხვადასხვა ფასდაკლებების საკუთარ დანამატზე და იყენებთ მათ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ძალიან სასარგებლო საკვები დანამატი L-კარინტინი და მასზე 50%-იანი ფასდაკლება. სანამ გეტყვით როდიდან როდემდე იქნება, გეტყვით რომ L-კარინტინს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ორგანიზმის ლიპიდური ცვლის ნორმალიზებაში და ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში. ასევე ცხიმს გარდაქმნის ორგანიზმისთვის სასარგებლო ენერგიად, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ამაღლებს ნერვული უჯრედების სიცოცხლის უნარიანობას. უნარი აქვს ადვილად და ეფექტურად გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი, ასტიმულირებს ნეიროტრანსმიტერებს, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აღქმის უნარის და აზროვნების გაუმჯობესებას. აფერხებს ალცჰაიმერის დაავადებების განვითარებას და განაპირობებს თავის ტვინის ფუნქციის ოპტიმიზაციას. აჩქარებს აღდგენით პროცესებს, მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქტიურად მონაწილეობს წონის კორექციაში. მეც ველოდები ამ ფასდაკლებას თქვენთან ერთად, რომელიც იქნება 14 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, 50%-იანი ფასდაკლება. თქვენ ახლა კოდს ხედავთ ეკრანზე, ასევე იქნება ვიდეოს აღწერაში კოდი და ლინკი, რომელზეც გადახვალთ და შეძლებთ, რომ ონლაინ იყიდოთ ეს საკვები დანამატი, ან შეგიძლიათ მიხვიდეთ უშუალოდ აფთიაქებში, წარადგინოთ კოდი და მიიღოთ ფასდაკლება. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, ისე ვიწყებთ ხოლმე ამ პოდკასტში საერთოდ საუბარს, იმიტომ რომ გავიღოთ სიღრმისეულად რა ხდება და როგორ ხდება. მე ვარ დამწყები მოვარჯიშე და საერთოდ არ მქონია ვარჯიშთან შეხება. რა ჯობია, როგორ დავიწყო ვარჯიში, რა იქნება სწორი, მაგალითად დარბაზში, სახლში, ონლაინ რაღაცა აპლიკაციებით, ვიდეოებით თუ მწვრთნელთან ერთად ვარჯიში იქნება სწორი დასაწყება და როგორ თვლი შენ? კარგი, მოდი დარბაზიდან დავიწყოთ. პირველ რიგში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველას მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ ძირითადად ყველა ნორმალურ დარბაზში არის ფიტნეს ინსტრუქტორი, ანუ ინსტრუქტორი და არა პირადი მწვრთნელი. ინსტრუქტორი, რომელიც ინსტრუქტორს ჩაგიტარებს პირველად მოსულ ადამიანს და გასწავლის ტრენაჟერების გამოყენებას რა. და ძალიან ბევრი ადამიანი ამას ყურადღებას არ აქცევს ხოლმე და რაღაც YouTube-დან პროფესიონალებს უყურებენ და მსგავს რამეებს იმეორებენ და მით უმეტეს როდესაც დამწყები ხარ, შეუძლებელია იგივე რამე გაიმეორო. ამიტომ პირველი რჩევა იქნებოდა, როდესაც დარბაზში მიხვალ, იკითხე ინსტრუქტორი, ის აუცილებლად დაგაკვალიანებს და მინიმუმ მაგიხსნის რომელი ტრენაჟერი როგორ უნდა გამოიყენო. იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რაღაც, რომ არასწორი ვარჯიშიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ტრამვებს ვიკიდებთ და შემდეგ ხო ხვდები, ანუ რაღაც ვარჯიშს ვეღარ აკეთებ, მე мотивация გეკარგება და საერთოდ ვარჯიშს ხო თავსანებებ და პლუს დაზიანებული რჩები. ხო და ამიტომ პირველ რჩევა ეგ არის ხოლმე, რომ აუცილებლად მოიკითხე ინსტრუქტორი, ის ვალდებულია შენ აგიხსნას რა როგორ უნდა შეასრულო, ანუ ზოგს მესმის ერიდება, მაგრამ როდესაც შენ ჯანმრთელობას ეხება საქმე, მანდ მოსარიდებელი არაფერი არის, იმიტომ რომ ის ადამიანი ვალდებულია ეს ყველაფერი გააკეთოს. აქედან გამომდინარე პირველ რჩევა იქნება აუცილებლად ინსტრუქტორს მიმართე და აგიხსნის პირველი კვირა მაინც აგიხსნის მონახაზს და შემდეგ თუ რაღაც არასწორად გააკეთებ, ან ეჭვი გეპარებო რაღაც არასწორად გააკეთებ, ისევ შეგიძლია მიხვიდე, კითხო და ისევ გაიმეორებს და ისევ თავიდან აგიხსნის რა. ამიტომ ძალიან ბევრი, ეხლა დარბაზშიც რო უყურებ ხოლმე ჩემთან სიტყვაზე, ძალიან ხშირად მინახავს, რომ ისეთ მოძრაობებს აკეთებენ. საერთოდ როგორ ვარჯიშობენ, ან საერთოდ მეორე დღეს როგორ მოდიან, წარმოუდგენია რომ მაქვს რა და ძალიან ცუდია ხოლმე ეგ, რომ აი YouTube-დან იღებენ პროფესიონალების ვარჯიშებს. ნუ მესმის, რომ მაგალითებს ვიღებთ, ჩვენც გვინდა ისეთები ვიყოთ, მაგრამ
საქმე ჯანმრთელობას ეხება. კუნთებამდე და სხეულამდე ჯერ ჯანმრთელობა არის. ანუ რა თმიდა ისეთი კუნთები 30 წელს მე თუ მუხლებმა შემაწუხა და კიბეზე ვეღარ ავედი, ხო? წელი მტკიოდა და თან ეს ისეთი ადგილებია, რომელიც მე სულ თავს გაგახსენებს რა. სახლში ვარჯიშს რაც შეეხება. ძალიან ცუდია ხოლმე რა იცი, რომ თუ მე დარბაზში არ დავდივარ, მგონია რომ შედეგი არ მექნება. სახლში რეალურად ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება. შეგვიძლია ჟღუტები ვიყიდოთ, რეზინები ერთი შეგვიძლია ძალიან ბევრი ვარჯიში გავაკეთოთ. პატარა ჰანტელები შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ მოკლედ სახლი არის მეორე დარბაზი რა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რა თქმა უნდა ყოველთვის გამოყენება. და სახლის ვარიანტში გინდა თუ არა ონლაინ მოგიწევს რა თქმა უნდა ამ ყოველფრის ათვისება რა. არის მაგალითად ონლაინ აპლიკაციებიც არის. ძალიან ბევრი რაღაც მოძიება შეგვიძლია დღეს რეალურად რა რომ მოვინდომოთ. ძალიან ბევრი ინფორმაციას წავიკითხავთ, ძალიან ბევრს გავიგებთ. უბრალოდ ხო ხვდები, ბევრი ადამიანი ეგოს არის აყოლებული რა. განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებს რო უყურებ დარბაზში ეს მძიმე წონების აწევა, რაღაც ვიდეოების გადაღება, მესმის რომ შენ ეგოს იკმაყოფილებ და ამით რაღაცა мотиваცია გაქვს, მაგრამ მეორე მხარე ჯანმრთელობა არის, რომელიც ძალიან, ისე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ეს ერთი ვიდეოს გადაღება დარღირს ჩემი აზრით რაღაცები დაიზიანო ცხოვრებაში. ანუ მაბატია გაწყვეტნია აქ გულისხმობ მაგალითად ძალიან დიდ წონებთან როცა მიდიან? ხო, დიდი წონები და არასწორი ტექნიკა. ანუ პირველ რიგში რაც უნდა გვახსოვდეს ვარჯიშზე, ანუ მე მაგალითად როცა დავიწყე, ჩემი მაგალითად რო გითხრა რა, სან ვარჯიში რო დავიწყე 6 თვე მარტო ვარჯიშს ვსწავლობდი, 6-8 წლამდე მარტო ვარჯიშს ვსწავლობდი, როგორ უნდა შემესრულებინა. მან დაიყო ის რომ ძიმე წონა ამეწია. ნუ მეც მქონდა ხოლმე მაშინ პატარა ვიყავი ძალიან და ეს ბავშვური ახირებები ხო ხდება იმ ძიმე ავწიო ვიდეო გადავიღო მეგობრებს ვანდა ხო ინახე რა გავაკეთე. მაგრამ აი ცოტა შე მეც მაგის ხვეპილი გავხდი და მეც მაგის გამო ტრამვები, მაგრამ აი ამიტომ ვიძახი მე რაც გავლილი მოკვდა რაც ჩემი თვალით მაგ ნახე. არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზეც. ყოველთვის ყოველს ვეუბნები რომ კუნთებამდე ჯერ ჯანმრთელობა და კუნთებიც იქნება აუცილებლად და სხეული, ლამაზი სხეული, რასაც ქვია რა. ამიტომ პირველ რიგში როცა დარბაზში შეხვალ, იკითხე ინსტრუქტორი და ის აუცილებლად დაგაყვალიანებს და აგიხსნის ესე თქო ყველაფერს რა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შესრულება ამა თუ იმ ვარჯიშის. და ნუ სახლის პირობებში იდეაში ეგ ფუფუნება არ გაქვინოს რომ რამე კითხო და დაზიანების შანსი ალბათ მანდ იზრდება. მართალია ხა წონებს სახლში იმ ხილოტონი შეიძლება ვერ ეჭიდები, მაგრამ მაინც შეიძლება ისე გადატრიალდე, ისე ჩაიკუზო, ისე რაღაც ქნა რომ მანდაც არის დაზიანების შანსი? არის, რა თქმა უნდა არის დაზიანების შანსი, დებისმიერ ადგილას შეიძლება რაღაც დაზიანება მოხდეს რა. შეიძლება სახლი იყოს, შეიძლება დარბაზი იყოს, შეიძლება გარეთ საერთოდ ცეირნობდე და ფეხი გადაგეტრიალდეს ესე ვთქვათ რა, მაგრამ სახლში ვარჯიშსაც შეეხება, ხანდახან უნდა მოусმინოთ ხოლმე საკუთარ სხეულს. რასაც ძალიან ბევრი ადამიანი არ აკეთებს. თუნდაც შეიძლება ეს დასვენება იყოს ან რაღაც გადატვირთული ვარჯიში იყოს. სახლის პირობებში ვინც ვარჯიშობს, ურჩევდი რომ საკუთარ სხეულს მოусმინონ. აი სიტყვაზე რაღაც ვარჯიშს მიახლოებით მაინც აკეთებ, ხო აი რაღაც YouTube-ზე ნახე ან რომელიღაც სავარჯიშო აპლიკაციაში. რაღაც ვარჯიშს ასრულებ, მიმსგავსებულს აკეთებ. მაგრამ რაღაცა დისკომფორტი გაქვს, ან ხარი გეტკინა, ან რაღაცა იდაყვი გეტკინა, მანდ არ არსებობს ესეთი რაღაც. ესე იგი რაღაცას ისე არ აკეთებ. ყოველთვის ეგრე არის. თუ რაღაც დისკომფორტს განიცდი, ან რაღაცა გტკივა, ესე იგი რაღაცას ისე არ აკეთებ, როგორც უნდა აკეთებდე რა. გამორიცხული არის რა. თუ სწორად ასრულებ ვარჯიშს, არანაირი დისკომფორტი შენ არ უნდა გქონდეს. არც წელის ტკივილი მათ შორის, არც მუხლის ტკივილი. ჩემ შემთხვევაში მაგალითად ეხლა როგორც სპორტსმენს განსაკუთრებით ბევრი ტრამვები გამოვიარე, ესე ვთქვათ რა, მუხლის ტრამვები გამოვიარე, წელის ტრამვები გამოვიარე, ხრის სახსრის, ძალიან ბევრი რაღაც რა და ყველაფერი იყო გამოწვეული არასწორი ვარჯიშით. უაზროდ დიდი წონებით. თან როგორი რაღაცა, იცი? ვერ გეტყვი რომ შეველი არ მყავდა და არ მეუბნებოდნენ, მაგრამ ის ბავშვური ახირებები და мотиваცია მაინც თავისას შვება და ესე ვთქვათ, ეგ მართლა სწორი რაღაცაა რა, აი სანამ საკუთარ თავზე არ გამოსდი, ძალიან რთულია სხვისი ნათქვამი გაიგო რა. გინდ ვარჯიში იყოს და ნებისმიერ სფეროში. ძალიან რთულია. მაგრამ ყოველთვის უნდა მოусმინო შენზე გამოსვლის და იმ ადამიანს ვინც ეს გზა უკვე გაიარა, რაც შენ კიდე არც დაგიწყია. და ამ ყველაფერში შემოდის ალბათ პერსონალური მწვრთნელი, ხო? ხო, ნახე როგორ რაღაცა პერსონალური მწვრთნელი დღესდღეობით ძალიან დიდი ფუფუნებაა. ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გააჩნია მწვრთნელსაც, რა თქმა უნდა. ყოველს თავის ფასი აქვს, ესე ვთქვათ რა, ეგ ძალიან ინდივიდუალურია. ზოგ დარბაზში არის ხოლმე ესე ვთქვათ ფიქსირებული თანხა რა, აი სიტყვაზე 400 ლარი ღირს ერთი თვე პერსონალური მწვრთნელი და შენ უფლება არ გაქვს მეტი უთხრა. იმიტომ ეს დარბაზის წესებია. თუმცა არის ესეთი დარბაზები, სადაც ანუ შენზეა დამოკიდებული რა. პერსონალური მწვრთნელის შერჩევა ძალიან რთულია. აი რა როგორ აი რაღაც გვისმენს და როგორ უნდა შეერჩიოს პერსონალური მწვრთნელი. ნახე, ალბათ ვიტყოდი შიდა რეკლამა მან მუშაობს ყველაზე მაგრად, გაიკითხე. და აუცილებლად გირჩევენ, მისთან უნდა მიხვიდე.
ხდები? აი ხა ჩემი მოსწავლეები, ვინც ყავს მოსწავლეები, იმათი მეგობრები მოდიან, ხო ხდები? იმის მეგობრები მოდიან, იმიტომ რომ ეუბნებიან, რომ აი იცი თაზოსთან ვარჯიშობდა, ძალიან მაგარი ადამიანია და ძალიან ყურადღებას მაქცევდა და რაღაც. იმიტომ რომ დღეს ცუდი რა არის, ფიტნეს ბაზარზე ხდება ძალიან ცუდი ამბებია დატრიალებული, აი ორი თვე ვიღაცა მივარჯიშა უკვე ფიტნეს მწვრთნელია, ხდები? ვიღაცამ სამთვიანი სერტიფიკატი აიღო, მაგრამ შენ სამთვეში საერთოდ ვერაფერს ვერ ისწავლი. მაქსიმუმ ის საბაზისო რაღაც ისწავლო, რომ აი შენთვის გამოიყენო რა. უკვე მწვრთნელი გახდა. და ამას პლუს კიდე არიან უყურადღება მწვრთნელებიც, რავი, რამდენიმე ნახავს, რომ აი ადამიანს ავარჩევს და აი ნახევრად მობილურშია. ხო ხდები, საერთოდ არ არის პროცესში, იქ არ არის, იმ ადამიანთან უნდა იყო, ხდები? მარტო მწვრთნელი არ ხარ, შენ ხარ მეგობარი, შენ ხარ ფსიქოლოგი, ის ადამიანი, რომელთანაც შეუძლია რაღაცებზე ილაპარაკოს. აი არ არის მარტო აი დაუთვალო რა შტანგა რამდენჯერ აწიოს, ხო ხდები? ამიტომ ძალიან რთულია დღესდღეობით და სახიფათო მწვრთნელის არჩევა. რომ ჩემთან მაგალითად ბევრი დარბაზიდან გადმოსულან ადამიანები და უთქვამთ რომ აი იცი იმასთან ვარჯიშობდი და აი წელი მტკივა იმის მერე ვეღარ დავდივარ და ძალიან ცუდი თემაა ეს და სხვა სფეროებში არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ფიტნესში ძალიან ბევრი არაკვალიფიციური მწვრთნელია დღეს, აი მართლა რომ არანაირი გამოცდილება არ აქვს და 3 თვის მანძილზე რაღაც გაიგეს და გონიათ რომ უკვე შეუძლიათ, ანუ ადამიანის ჯანმრთელობას იბარებ ჩათვალე. ადამიანის ჯანმრთელობას, მის ფსიქიკას და ყველაფერს ამ თლიანად ამ ადამიანის ცხოვრებას იბარებ, იმიტომ რომ ვარჯიშთან ერთად ჩემი ცხოვრებაც იცვლება. მე როგორც გამოიყურები, ისე გრძნობ თავს რა, ხო ხდები? ამიტომ ჩათვალე შენ იმ ადამიანის ცხოვრებას იბარებ თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ის რო წავა აქედან ნასიამონები უნდა დარჩეს და რაღაცა წელი არ უნდა ტკიოდეს და რაღაც იმედები არ უნდა გაუცურდეს რაღაცა რა. ტრავმა არ უნდა აკიდო. ხო, ტრავმა არ უნდა აკიდო. ამიტომ ძალიან რთულია მწვრთნელის შერჩევა რა. ანუ შენაბა რო გაკითხებს უნდა მოხდეს. ყველაზე მეტად ჩემს დეგმუშაობს რა. და ნუ სოციოექსელებიც კი, მაგრამ მაინც და მაინც ვეტყოდი ხალხს, რომ აი გამომწერებზე არიყვნენ რა კონცენტრირებულნი, იმიტომ რომ ბევრს იმდენი გამომწერი აქვს ნაყიდი, უცბად გადახალ გონი 20,000 გამომწერი ყავს. ესე იგი ცოტა ისეთ ნორმალური ტიპია, მაგრამ თულად ეგრეც არ არის ხოლმე. მე გამოიხედავი და ესეთი მაგარიც არ ყოფილა. ამიტომ შიდა რეკლამა ყველაზე მაგარი რამეა და პერსონალ მწვრთნელს რო დაუბრუნდეთ, ძვირი ფუფუნებაა, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც დონეზე მაინც ღირს რა. იმიტომ რომ როგორც პერსონალ მწვრთნელი მოგასწრებს ყურადღებას, ინსტრუქტორი მაგას ვერ გაიგებს, იმის ნახევარსაც ვერ გაიგებს. ხო ხდები? თავიდან მაინც შეიძლება ეს 2-3 თვე მაინც იყოს, რომ პერსონალ მწვრთნელს გულისხმობ. ხო, რაღაც საბაზისო რაღაცები ისწავლო და შემდეგ აი ნუ ძირთად ეგრე ხდება ხოლმე, რაღაც 1-2 თვე მოდიან და მე თავისით აგრძელებენ. მაგრამ შესაძლოა მაინც იქნება ყოველთვის რა. რატო? იმიტომ რომ რაღაც ახალ ვარჯიშს აკეთებ, რაღაც ახალს იმაშობ. შეიძლება ახალიც ნახო სადმე და გაიმეორო. აბა შესაძლოა რატო იქნება. მაგრამ ნახე როგორი რაღაცა არის საკუთარ თავს როდესაც გვერდიდან უყურებ, ძალიან ბევრი შეცდომა შეიძლება იპოვო. აი სიტყვაზე მე და ჩემი მეგობარი როცა ვარჯიშობთ, ჩემი მეგობარიც გამოცდილი ესე თქვა ბოდიბილდერია. აი ამდენი ხანია ვარჯიშობთ, მაგრამ ხანდახან ჩვენც რაღაცეები გვეპარება და ერთმანეთს უსწორებთ ხოლმე რა. ერთ იგივე ვარჯიში. ხო, შეიძლება იგივე იყოს, მაგრამ მაინც რაღაც, ნუ იშვიათ შემთხვევაში, სადაც რაღაც მაინც შეიძლება გაიპაროს, მაგრამ წარმოიდგინე შენ რომ 3 თვე ვარჯიშობ და რაღაცა შეცდომა არ გაგიპაროს, გამორიცხული არის, ანუ ეგეთი რაღაც რა, 3 თვეში ვერ აითვისებ. და ზოგადად ფიტნესი დაუსრულებელი თემა არის. მთელი ცხოვრება შეიძლება რაღაცეებს მიაგნო, რაღაცეები ისწავლო, რაღაც ახალი ცადო, ესე ვთქვათ. და მაგ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულს უსმინო. კი. და ეს აი მაგალითად მე რო ვარჯიშობ სარკეში საკუთარი თავისთან ხო ძალიან მეხმარება. რომ იმიტომ კი არა რომ ვიბრანჭები, უბრალოდ იმას რომ ხედავ როგორ მოძრაობას ვასრულებ, წელი რა მდგომარეობაში მაქვს, აი ეგ დეტალები დაახლოებით მაინც მიმახვედრებს რას როგორ ვაკეთებ. ეგ არის სარკის დანაშაულობა დარბაზში, მარტო ის არა, კუნთი დაჭიმო ხდები, ანუ საფეხი გაისწორო. სულ ხო, ანუ რაღაც ადგილებია, სადაც საერთოდ არ არის სარკე და ვერ ხედავ, ან ის ადგილი დაკავებულია და ვერ მიდიხარ იქამდე და ასე შემდეგ. რაღაც მოძრაობა რომელსაც ესე ვთქვათ ესე ასრულებ პირდაპირ სახის მიმართულებით ხო შეიძლება უბრალოდ გვერდიდანაც დადგე და შეხედო გვერდიდან შენ თავს როგორ დგახარ. ზუსტად. ნუ რაღაცაში თუ ეჭვი გეპარება და გონია რაღაც არასწორად აკეთებ და. ზუსტად. ხო, ზუსტად ეგ არის დარბაზში სარკის დანიშნულება რა, ანუ დაგეხმაროს, გააკეთო ის მოძრაობები უფრო სუფთად. კი ბატონო, კი ბატონო. ჩემი შემდეგი კითხვა არის ტრენაჟერები და თავისუფალი წონა. დაგვანახე განსხვავება, გითხარი რომლით იწყებ, რომლით აგრძელებ და ერთდროულად თუ ხდება ეს ყველაფერი. ხო, განსხვავებებზე რო ვთქვათ პირველი, ხო, ანუ თავისუფალ წონაზე ერთ სახსარზე მეტი მუშაობს, ანუ ბევრი კუნთია ჩართული ვიდრე ტრენაჟერებში. ტრენაჟერი არის ის ფუფუნება, სადაც შეგვიძლია, ესე ვთქვათ, ნაკლებად ტრავმაზაშია ზოგადად ტრენაჟერი, რა, იმიტომ თავისუფალ წონას ჩათვალე შენ თაკონტროლებ და რა თქმა უნდა რისკი მეტია.
თუმცა თავისუფალი წონის ვარჯიშის შემთხვევაში ხო ბევრი ის პატარა სტაბილიზატორის კუნთები ვარჯიშობს, ის პატარა კუნთები, დამჭერი კუნთები, რაც მოძრაობას ასუფთავებს, რომ ამიტომ აუცილებელია ასევე თავისუფალი წონებითაც ვარჯიში. თუმცა ტრენაჟორი მაგალითად გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ერთი კონკრეტული ადგილი ამოვიღოთ და ვიმუშაოთ ერთ კონკრეტულ წერტილში. იქ ტრავმის ალბათობა მინიმალურზეა დაყვანილი. თან ნახე ხა როგორი რაღაცაა თავისუფალ წონას, აი სიტყვაზე შტანგა ავიღე, გადმოვიღე რაღაც ვარჯიშს ვაკეთებ. სიტყვაზე უკან დახმარი არ ყავს, ვეღარ წევ რა შვები. უკვე პრობლემაა. ტრენაჟორზე უბრალოდ ხელს გაუშვებ და თავის ადგილზე დაუბრუნდება რა. დამწყებებს ურჩევდი თავიდან ტრენაჟორებით დაიწყონ. იმიტომ რომ სანამ ის პატარა დამჭერი კუნთები ან განვითარდება, ფიზიკურად ვერ გააკეთებ ამა თუ იმ ვარჯიშს. ბევრი მწვრთნელიც არის, იცი რომ აი დამწყებებს ხელწონებს აჭირდებენ და ხო ხდები იმ ხელწონებზე ავარჩევ და ისეთ ვარჯიშებს რომ ანუ ვუყურებ რომ ვერ აკეთებს და რატო აწვალებ, გაანებ თავი. თავისუფალ წონას გულისხმობ. თავისუფალ წონას, ხო. რატო აწვალებ? ანუ რაღაც ვარჯიშს ვერ აკეთებს, არ არის პრობლემა. ანუ შენ მწვრთნელი იმიტომ ხარ, რომ ალტერნატივები ყოველთვის გქონდეს. ამას ვერ აკეთებს, უნდა იცოდე ამის შემცვლელად რა შეგიძლია გააკეთებინო და რატო აწვალებენ ვერ ხვდები ხოლმე. დამწყებს უფრო ტრენაჟორებს ურჩევდი ხოლმე. აიღონ ტრენაჟორები, ნაკლებად ტრავმასაშია, განსაკუთრებით თუ მწვრთნელი არ ყავს მით უმეტეს, რაღაცა დამზღვევი არ ყავს, ვიღაც ვერ შემოგხედავს, ვერ გეტყვის სწორად როგორ გააკეთო. ტრენაჟორები არის მაგისთვის მოგონილი რა სინამდვილეში. და რეალურად ორივე საჭირო არის. აი მეკითხებიან ხოლმე, რომელი ჯობია ტრენაჟორი თავისუფალი წონა. ორივეს აქვს სხვადასხვა დანიშნულება და ორივე უნდა გამოიყენო აუცილებლად. მაგიტო არის. ერთ სეტში, ერთ ვარჯიშში შეიძლება რომ გამოიყენო, ერთ სეტში არა, ერთი საათის განმავლობაში თუ ვარჯიშობ, პირობითად იმ ერთი საათის განმავლობაში შეიძლება ტრენაჟერის და თავისუფალი წონაც შერეული იყოს ერთმანეთთან. კი, რა თქმა უნდა, როგორც წესი, თავისუფალი წონებით ვიწყებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, კარგი გახურების შემდეგ. თავისუფალი წონებით ვიწყებთ ხოლმე, იმიტომ რომ თავისუფალ წონებს უფრო მეტი ენერგია ჭირდება და უფრო მეტი კუნთია ჩართული. სიტყვაზე ორ ვარჯიშს გავაკეთებთ ხოლმე თავისუფალ წონას, საბაზისო ვარჯიშები რაც გვაქვს. ესეთი სტანდარტული ვარჯიშები გვაქვს, რასაც ძირითადად არ ვცვლით ხოლმე, იმიტომ რომ აუცილებელი ვარჯიშებია. იმიტომ რომ იქ ისეთი პატარა კუნთებია ჩართული, რაც ყველა მოძრაობაში შემდეგ გეხმარება, თუ განვითარებული გაქვს ის პატარა კუნთები. და შემდეგ გადავდივართ ხოლმე ძირითადად ტრენაჟორებში უკვე ამ ყოველფრის მერე და ტრენაჟორებში ვამუშავებთ იმ კონკრეტულ კუნთს, რასაც სიტყვაზე დღეს კერდის კუნთები უნდა ვავარჯიშო. და იმ კონკრეტულ კუნთს ვავარჯიშებთ ხოლმე შემდეგ ტრენაჟორებში ესე ვთქვათ რა. ამიტომ აქ ცუდი კითხვა იქნებოდა ალბათ რომელი ჯობია, თუ ვინმე საინტერესებს. ორივე საჭიროა. საჭიროა. ხო, ორივე საჭირო და ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. ტრენაჟორებსაც და თავისუფალ წონებსაც. თუმცა თუ დამწყები ხარ, ჩემი რეკომენდაცია მაინც ალბათ თავიდან მაინც ხო ტრენაჟორები იქნებოდა და თუ გადაწყვიტა თავისუფალ წონაზე ვარჯიშს, ვინმე მაინც მონახე რომ აი თავიდან მაინც რაღაცა გიხსნას რა და თავისუფალი წონები შემილია ესე აღვიქვა რომ ანუ კონკრეტულად მაგრამ უფრო მთელს სხეულზე მუშაობს, მთელი სხეულის კუნთებზე მუშაობს. ეგეთი ახლა შემილია მქონდა? გააჩნია მოძრაობას, თავისუფალი წონით შეგიძლია ხა ისეთი მოძრაობები გააკეთო, აი რასაც full body-ს ეძახიან რა. რომ შეიძლება მთელი სხეულის კუნთების ჩართო. გააჩნია მოძრაობა. სიტყვაზე ხა ჩვენ თუ მაგალითად კერდის კუნთებზე გვინდა მუშაობა, დაწოლილი წოლჭიმს bench press-ი შეიძლება ბევრმა იცოდეს, რასაც ვეძახით. მან კერდის გარდა დელტებია ჩართული, ტრიცეპსიც ჩართულია, ფეხებიც კი ჩართულია, იმიტომ რომ ყარათ უნდა იდგე იატაკზე, როდესაც წევ ხარ. ხო ხვდები? აი მან ბევრი კუნთია ჩართული. თუმცა შემიძლია ხა მე თუ full body გადაწყვეტილი, შემიძლია თავისუფალი წონებით ისეთი ვარჯიშები, ფუნქციონალური ვარჯიშები გავაკეთო, რომ ყველა კუნთი ჩართო, ესე ვთქვათ რა. კი ბატონო. მაგრამ ტრენაჟორს და თავისუფალ წონას ეგ განსხვავებაა, რომ თავისუფალ წონაზე ბევრად მეტი კუნთია ჩართული, მეტი სახსარი, ტრენაჟორში კონკრეტულად მუშაობთ ერთ ნაწილზე. ნუ შეიძლება პატარა რაღაც დატვირთვები იყოს სხვადასხვა კუნთებში, მაგრამ ძირითადად ეგრეა ხოლმე, რომ ტრენაჟორი მიმართულია ერთ კონკრეტულ რაღაცის დამუშავებაზე, ხო? მე მაინტერესებს რა ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება რეგულარული ვარჯიშის დროს. ფიზიოლოგიის დონეზე რა გვიხსნა და იმ მაგით ალბათ მიხვდებით კიდე რომ რეგულარული ვარჯიში რატო არის მნიშვნელოვანი და რატო მნიშვნელოვანია, რატო დებს ეგ შედეგს. ნახე, ბევრი ექიმი კარგი ექიმი. საქართველოში ექიმებთანაც რაღაც ისეთი პრობლემები გვაქვს ხოლმე რა. ანუ პირველი ვინც ესე თქვათ არ არის ჩახედული ამ თემაში სპორტულ ექიმს გულისხმობ. მანდაც არიან სოთაშორის ბევრი არაკვალიფიციური ექიმები, რანაირად არიან ვერ ხვდები, მაგრამ არიან. არასპორტულ თემაში არიან. ხო, არასპორტულ თემაში. და პირველი მათი უმეტესობას ეხა ყველაზე არ გულისხმობ. მათი პასუხი რა არის ხოლმე, იცი, აი როდესაც რაღაც ტრამვით მიდიხარ რა. არის ვარჯიშო. ძალიან მარტივად. კარგი ექიმი გეტყვის როგორი ვარჯიშო. კარგი ექიმი გეტყვის რა უნდა გააკეთო და კარგი ექიმი აუცილებლად გეტყვის რა ივარჯიშო. იმიტომ სიტყვაზე თიაქარი გაქვს, ხო, სკოლიოზი გაქვს, რაღაც წელის პრობლემები გაქვს. კუნთები ეხმარება მთლიან, ესე ვთქვათ, ძლოვმა სტრუქტურას იყოს მყარი. ხვდები? ან ძვალი და კუნთი ერთობლიობაში თუ არ არის ძლიერი, ყოველთვის ყველაფერი შეგაცხებს. ამიტომ კარგი ექიმი ყოველთვის გეტყვის როგორ ივარჯიშო და
რა გააკეთო ესე თქვა და ცუდი ექიმი ყოველთვის გეტყვის რომ არ ივარჯიშო, იმიტომ რომ მარტივი პასუხია და ხვდები მარტივად საკუთარ თავზე პასუხისგებლობაზე ზარიღებენ. ამიტომ ვარჯიშთან ერთად შეიძლება ძალიან ბევრ ტრავმას უმკურნალოთ ესე თქვა რა. განსაკუთრებით თითქმის ყველას ახლა რა ვიცი, რამდენი ადამიანი მოსულა უბრალოდ ვისაც აქამდე არ ვარჩია, ყველას თითქმის წელის პრობლემა აქვს. ყველას წელით კიო, ზოგი ზის, ზოგი რაღაც სადღაც საწყობში მუშაობს, ძირითადად ჯდომიარი ადამიანებზე არის ხოლმე. ტელტერფიანებსაც კი, მეც ტელტერფი მაქვს სხვათა შორის და სხვათა შორის ტელტერფზეც არის ძალიან ბევრი ისეთი ვარჯიში, ისი გაკეთება საერთოდ არ შეიძლება და ესეც უნდა იცოდე. ნუ შენ ტერფზე აი სიტყვაზე ჩაჯდომები შტანგით. მე საერთოდ ვერ ვაკეთებ. იმიტომ კი არა რომ არ ვიცი. ეგეთი მოყვანილობა მაქვს, ეგეთი აგებულება მაქვს, რომ ვერ გავაკეთებ ფიზიკურად. ვერ გააკეთებ რას ნიშნავს? ანუ გეტკინება? კი, მუხლები მტკივდება, ტერფის არასწორი პოზიცია, წელის არასწორი პოზიცია. განა ის რომ არ ვიცი როგორ უნდა გავასწორო, ვერ გავასწორებ, იმიტომ რომ ესეთი მოყვანილობა მაქვს სხეულის. ამიტომ ხო, აქვე აქვე იმასაც ვიტყვი, რომ აუცილებელი ვარჯიშები არ არსებობს. და რაღაც კონკრეტული ვარჯიში ყველასთვის არ არის. ესეც უნდა იცოდე. ესეც უნდა იცოდე განსაკუთრებით თუ პერსონალ მწვრთნელი ხარ შენი მოსწავლე რომ მოვა რა ვარჯიში გააკეთებინო. ამიტომ არის ხოლმე რომ აი რატო აწვალებენ ვერ ხვდები რაღაცას რომ ვერ აკეთებენ. ნუ აწვალებ. ხო, შენ იძახი რომ მაგალითად მე შენ ხარ ჩემი მოვედი შენთან პერსონალური მწვრთნელი. უნდა გახდე ჩემ. შენ მე მეკითხები რამე მაწუხებს თუ არა სავარაუდოდ. პირველი კითხვა ეს არის. ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ გაქვს რამე. ხო და მაგის მიხედვით მიდგენ უკვე ვარჯიშის სტილს როგორ უნდა გავაკეთო. კი, რა თქმა უნდა. პირველი კითხვა ეს უნდა იყოს ჩემი აზრით. თუ შენ მწვრთნელთან მიხვალ და მაგ კითხვას არ დაგისვავს. დაფიქრდი აბა. გონჯობია რომ სხვა ნახო, იმიტომ რომ ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა. ჩარჯდომები ესე თქვა ესეც საბაზო ვარჯიშია, რომელიც ძირითადად თავისუფალი წონით სრულდება ხოლმე, შეიძლება ტრენაჟერიც სრულდებოდეს და ძალიან კარგი ვარჯიშია და ძალიან გულმწყდება რომ ვერ ვაკეთებ. ანუ ეხლა მოდი ძალიან დამაინტერესა მაგ და მგონია ძალიან ბევრი ტელტერფიანი გვიყურებს და გავშალოთ ეგ საკითხი. მაგალითად მე ვარ ტელტერფიანობა ხო იცი ორნაირია გეცოდინება განივი და სიგრძივი რა. აქვს მაგას განსხვავება? მანდაც არის სხვაობები, მაგრამ ნახე როგორი რაღაცა ესე თქვა ტელტერფიანები ხშირ შემთხვევაში ხმარობენ ხოლმე სუპინატორებს. ხო ხდები ეს რაც არის, ანუ ტერფის ესე თქვა ხო, ტერფი უნდა დააფიქსიროს ესე თქვა და დაარეგულიროს. ესეც კარგი გამოსავალი არის სიტყვაზე, რომ აი ექიმთან მიხვიდე, შენ ტერფზე ააწყოს ესე თქვა ეს სუპინატორი და ნუ ამით იმოძრო ესე თქვა. ამით ივარჯიშო. მაგრამ ტყელი ტერფის გარდა იქ არის მენჯის მობილობა, მუხლები, წელის მობილობა და ანუ ეს ყველაფერი, ანუ თან მით უმეტეს ჩაჯდომები ისეთი ვარჯიშია, რომ მარტო ტერფი არ არის, ხო ხდები? მთელი სხეული მუშაობს. ანუ მე მაგალითად ვაკეთებ ჩაჯდომებს თავისუფალი წონით, გირი მიჭირავს ხელში უბრალოდ. ხო, ეგეც ნორმალურია. ხო, და იმაზე რომ სტეპებზე, როდესაც ეძახიან, ვინც არის შემაღლებული რაღაც პატარა ესეთი პლასმასის ტიპი არის, რომელზეც გახარ და მაგაზე ვაკეთებ ჩაჯდომ. წელის როგორ უნდა მიჭიროს წელი, ესე ვთქვათ, ეს ვიკითხე, გავიარე და სარკეში მაგიტო ვაკეთებ რომ ვუყურო. ანუ ანუ ესეთი წელით არ უნდა ჩავიდე, მოკუნცხული წელით არ უნდა ჩავიდე, ხო? ცოტა გასწორებული წელი უნდა მქონდეს და ისე უნდა ჩავიდე. შეტეხილი ხო არა? არა, შეტეხილი არა, ხო. პირველ რიგში აუცილებელი სწორ პოზიციაში იყოს ხელი. აი ადრე იყო ხოლმე რომ აი ესე უნდა იდგე. არა. აი ძალიან დიდი სისულელია. აი ეგრე დადგები და ეგრე დარჩები. ხო. არ მაწუხებს ეგ. იმიტომ ეხლა გამიკვირდა რომ თქვი რომ ტელტერფიანებაზე ვერ ჩავდივა რომ ეგ არ მაწუხებს მაგალითად. ნახე, მან არის ხოვები კიდე. წონა სად გიდევს, ზურგზე გიდევს თუ ხელში გიგავია. ეგ კიდე სხვადასხვა რამე. ნახე, რა ძევიდან ბეჭებს აწვება წონა, თლიანად თელ კორპუსს აწვება, ხერხემალ, შემდეგ მუხლებს, წელს, შემდეგ მუხლებს, შემდეგ ტერფებს. როდესაც კერთან გიდევს, წონა ესე ვთქვათ რა, ძირითადად მან წელთან დატვირთვა გადმოღებულია, ან გათიშულია, ხო ხდები? და ტერფები შეიძლება ბევრად უკეთეს პოზიციაში იყოს. და როდესაც შტანგა გიკავია, გინდა თუ არა, გიწევს იმ პოზიციაში დგომა, რა პოზიციაში ეს შტანგა პირდაპირ ჩამოდის, ხო და ჰანტელი უფრო მორგებადი ვარიანტია და შეგიძლია ეგეც აიღო. დოქტორები. ხშირად როგორი რაღაცა ხოლმე, იცი ტელტერფიანს ესეთ რაღაც ემართებოდ ხოლმე, აი ჩასვლისას დააკვირდი, შეიძლება შენც აკეთებ და არ ხარ დაკურებული, მაგას თუ არ დაკურდი ვერ გაიგებ. აი ტერფები, ნახე, აი ჩათვალე ესე ვდგავარ, ხო? ჩემი ხელები ეს ფეხები. აი რო ჩადიან, ჩაჯდომს რო აკეთებ, აი ეს ტერფები, აი ესე შიგნით მიდის ხოლმე, ხები? და ეს ყველა ამას კი ვერ იგებს. შესაბამისად მუხლებიც. მუხლებიც მე შიგნით შედის და აი ჩათვალე, აი რა ვიცი, კუნთიც საერთოდ არ ამოდი, აი მუხლები, ტერფები, მაგას ვაკონტროლებ. ხო, რო არ შემივიდეს შიგნით, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ ვაკონტროლებ, თუ საერთოდ უნდა გავაკეთო, ანუ ვაკონტროლ და გავაკეთო, თუ საერთოდ არ უნდა გავაკეთო. ნახე, ეგ რაღაცა, თუ შეგიძლია მაგის კონტროლი და გამოგდის.
მაშინ შეგიძლია გააკეთო. მე ვერ ვაკეთებ ფიზიკურად. და იცი რა არის ხოლმე კარგი აი სიტუაცია ზოგჯერ აბა ესე გააკეთე ხოლმე აი უბრალოდ ვიდეო გადაიღე და აბა შეხედე აქედანაც. ხო ხტები? თუ აქედან შეხედო არის ძალიან აუცილებელი. შეიძლება შენ ვერ გრძნობდე, მაგრამ აი გვერდიდან სულ სხვა სურათს დაინახავ. კი, მაგიდან მიყვარს აპკეში ეთება. და მე მქონია ეგეთი რაღაც, რომ აი სიტუაციაზე რაღაც ვარჯიში მინდა გავაკეთო. პროსტა უბრალოდ მინდა რომ გადავიღო და რაღაც ინსტაგრამზე გავსტორო ესე ვთქვათ. და ხანდახან აი ჩარჯდამზე მქონდა ხოლმე პრობლემა, რომ უყურებ, თქვი რა ცუდად ვაკეთებ რა. მაგრამ იმ მომენტში პროცესში მგონია რომ ოკეი. მაგრამ რაღაცა ეგეც კარგია სხვათა შორის, რომ აი ხანდახან აი ჩემ ონლაინ მოსწავლეებს ყავს მე და სულ ვეუბნები ხოლმე ვიდეოები გადაიღეთ, გამომიგზავნეთ რომ მეც შევხედო როგორ აკეთებთ რა. და ეგეც კარგი ვარიანტია რომ აი უფრო შენ თავით საკონტროლო. ამიტომ აუცილებელი ვარჯიშები არ არსებობს. ადრე იყო ხოლმე ეგ სტერეოტიპები რომ ამ ვარჯიშს თუ არ აი ამით უნდა დაიწყო ყველა ვარიანტში. აკეთებ, ვერ აკეთებ, მნიშვნელობა არ აქვს. ამით უნდა დაიწყო. ეგეც ისულელია. ეგეც ადრინდელი ესე ვთქვათ ის იყო ხოლმე რა. სტერეოტიპები და დღემდე წამოვიდა ესე ვთქვათ დღესაც მოდის აქ კიდე გვაქვს. ამიტომ აუცილებელი ვარჯიშები არ არსებობს. მაქსიმალურად კომფორტული პროგრამა უნდა ქონდეს და ისეთი სისტემა რომ შენს ხელზე იყოს მორგებული და შენს ჯანმრთელობას და ზუსტად ამისთვის არის პერსონალური მწვრთნელი ინსტრუქტორი ალბათ მაგდენს ფიზიკურად ვერ გასწავლის, მაგრამ პერსონალურ მწვრთნელის ვალდებულება არის, რომ შენზე მორგებული ვარჯიშები აგიწოს. ის კი არა სტანდარტულად, აი ეგრეა ხოლმე ძირითადად რა, რაღაც სტანდარტი აქვს დაჭერილი და აი ამით ვიწყებთ, მე ამით და იმით ვამთავრებთ და ყველას აკეთებინე მე ერთი და იგივეს. როცა ყველა ადამიანი განსხვავებულია. 100 ადამიანზე კვლევა რო დაიდოს და გითხრან რომ აი ახალი კვლევა დაიდო, იცი? აი ეს დაამტკიცეს. 101 შეიძლება საერთოდ სხვანაირი იყოს. ამიტომ არ მესმის ხოლმე ხანდახან კვლევების, იცი? და იმისი რომ სულ იცვლება ეს კვლევები. აი 5 წლის წინ რაღაც კვლევა დაიდო სიტყვაზე, ხო? და რაღაც დასკვნა მოგვცეს რაღაც საკითხზე. 2 წლის მერე ახალი კვლევა დაიდო. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ამ სიტყვაზე შეიძლება 100 ადამიანზე ჩავატაროთ რაღაც ექსპერიმენტი რა. 101 მაინც სხვანაირი იქნება. მე 102 ვიქნები და ჩემთვის კიდე სხვა განსხვავებული იქნება. ნუ რაღაც სტანდარტები გვაქვს. აი სტანდარტები ფოკუს ჯგუფები არის, რაც მაგრამ არის ძალიან ბევრი სისულელი, რაც ინტერნეტში ხდება. ნუ ბევრი კვლევა საერთოდ დაფინანსებულია და საერთოდ ყველანაირი იმის. მაინც ამიტომ ნუ ვიქნებით ესე რომ აი რაღაც კონკრეტულზე კონცენტრირებულნი და ავაწყოთ საკუთარ ხელს უსმინოთ და ავაწყოთ საკუთარ ხელზე ეს სისტემა. რასაც პერსონალური მწვრთნელი ალბათ ყველაზე კარგად დაგვეხმარებოდა. კი ბატონო, ნუ რაღაცა ფუფუნებასთან არის დაკავშირებული. ხო, ეს უნდა თქვა რომ ყოველთ არ აქვს მაგის შესაძლებლობა პერსონალური მწვრთნელი. მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ ნაბიჯი არ გადადგა და არ დაიწყო რა. ბევრს კომპლექსი აქვს, იცი, რომ აი დარბაზში რომ მივალ და რაღაცას არასწორად გავაკეთებ, აი როგორ გამოვშდები. ხო ხტები? ყველა რაღაციდან ვიწყებთ. ჩემი ვარჯიშები ახლა რომ ნახო და შევხედო, ალბათ გული გამისკდება პატარა რო ვიყავი. ყველა რაღაციდან იწყებს, ანუ ეგ არ არის მიზეზი. ეგ არ უნდა იყოს მიზეზი, რომ პერსონალური მწვრთნელის ფული არ მაქვს, ფინანსები არ მაქვს და არ უნდა წავიდე დარბაზში. ყველა საიდანღაც ვიწყებთ და ყველა რაღაც უნდა დავიწყოთ. თუ არ დაიწყებ ვერც ვერ გამოგიო, ხო ეგრეა. კი ბატონო. შენ არ მითხარი რეგულარული ვარჯიშის აზრი და მნიშვნელობა და რას ეძახით რეგულარულ ვარჯიშს ფიტნეს სფეროში? ნახე, თავარი საიდუმლო. შედეგი. თავარი ყველა მეუბნება, მეკითხება უფრო სწორედ რა არის საიდუმლო, რა არის ჯანმრთელობის საიდუმლო, რა არის სხეულის საიდუმლო. რას აკეთებთ თქვენ ისე, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ და ესე ვთქვათ, რაღაც დამწყებებს არ გამოგდის რა. საიდუმლო არის სისტემატიურობაში. სისტემატიური და რეგულარული ვარჯიშიდან გამომდინარე, ვითარდება შენი კუნთები, ინკურნება შენი ტრამვები, ვითარდება შენი ესე ვთქვათ, როგორ გითხრა, ფსიქოლოგია, საერთოდ სხვანაირი ხარ. ანუ ვარჯიში არ მინდა გაიგოს ხალხმა ისე, რომ აი უბრალოდ ვარჯიშობ და ბევრს ესე ესმის და ძალიან ცუდია, რომ აი კუნთი მეზრდება და კუნთებზე ვიყურებით მარტო რა. ძალიან ბევრი რაღაც იცვლება. საერთოდ თლიანად შენი ცხოვრების სტილი ხო იცვლება და საერთოდ თლიანად ადამიანი იცვლები. შენი ძლოვანი სტრუქტურა იცვლება, შენი მყესები ძლიერდება, შენი კუნთები ვითარდება, უფრო გამძლე ხარ. მე-10 სართულზე წასვლაც კი შეგიძლია თუ ლიფტი არ მუშაობს, წარმოედგინე. ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რაღაცაში გეხმარება და სისტემატიური უბრალოდ ნახე, ერთ ძალიან პატარა მაგალითს მოვიყვან. მე მყავს ერთი მოსწავლე, რომელსაც ვარჯიში არ ვიცი ეზიზღება არა, მაგრამ საშინად ეზარება და როცა მოდის ხოლმე დარბაზში, როგორ ვარჯიშობს, იცი, აი ლაითად ესე ვთქვათ რა, აი თავს ზოგავს, ამას ვეღარ ავწევ, მოდი ბოლო ვარჯიშს აღარ გავაკეთებ. 2 წელი ესე ვარჯიშობს. დიდად არც კვებას იცავს. და არც თავს იკლავს ვარჯიშით, არც თავის დოზე არ ძინავს. 2 წელია ვარჯიშობ და როგორი პროგრესია აქვს, რო განახო შეიძლება გაგიჟდე. იცი რატო? იმიტომ დღე არ გაუცდენია.
და რა სისტემა როგორ ვარჯიშობთ დღეში კვირაში? კვირაში 3 დღეა სტანდარტული ხოლმე, სტანდარტული ვარჯიში. შეიძლება 4-იც იყოს. 4 უფრო ალბათ აი რაღაც პერიოდს რო გავივლით ესე ვთქვათ და რაღაც უკვე ჩვენი გუნდები დატვირთვას მიეჩვევა, უკეთესი აღდგენა გვაქვს, უფრო მეტი ენერგია გვაქვს, შეიძლება 4. მაგრამ ძირითადად ეს არის ხოლმე 3 დღე რა. აი ამას შვება სისტემატიური და რეგულარული ვარჯიში. იცვლები ყველაფრის და მიუხედავად. შენი ყველაფერი იცვლება. არიან ადამიანები, რომლებიც მართლა რეჟიმზე არიან, კვებას იცავენ, თავს იკლავენ ვარჯიშით, მაგრამ სადღაც წავლენ 2 კვირა, სადღაც 1 თვე წავლენ, მერე სადღაც დაიკარგებენ, მოდიან ისევ იგივე. ამიტომ საიდუმლო არის სისტემატიურობაში. რასაც არ უნდა აკეთებდე, როდესაც რაღაცას იმეორებ სისტემატიურად, შანსი არ არის რომ არ გამოგივიდეს. და ფიზიოლოგიაში როგორ აი კუნთის ჩამოყალიბებაში როგორ აი რა ხდება როცა რეგულარულად აკეთებან ავარჯიშებ რაღაც კუნთს და შესაბამისად შედეგი გამოიკვეთება თუ იზრდება თუ რაც არის. ნახე როგორ რაღაცა ჩვენ პირველ რიგში, როდესაც ადამიანი იწევს ვარჯიშს, ანუ რა მიზანი აქვს პირველ რიგში ამასაც ვეკითხებით, ხო? ზოგი არის მაგალითად ჭარბწონიანი, 3 ტიპის ადამიანი არსებობს, ხო? ანუ ექტომორფი, მეზომორფი, ენდომორფი. ექტომორფი არიან კატეგორიები, რომლებიც ძალიან რთულად იმატებენ კუნთსა და ცხიმს, ანუ გამხდარი კატეგორია ხო ხტები, რომლებიც საერთოდ ვერ იმატებენ და ძალიან უჭირთ. მეზომორფი არის კატეგორია, რომელიც კუნთოვან მასას კარგად იმატებს. ნაკლებად შედარებით ცხიმს, ყველაზე სასურველი კატეგორია ალბათ ეს არის და ენდომორფი, რომელსაც ვისაც სიმსუქნისკენ აქვს უფრო ესე ვთქვათ მიდრეკილება რა. ამიტომ ჩვენ დავყოთ ხოლმე პრიორიტეტებად, ანუ რა ჩვენ ვარჯიშს უნდა მივცეთ მიმართულება, მაგრამ საბოლოო ჯამში ნახე უფრო კვებით ვაძლევთ მიმართულებას. განაისრო აი მაგალითად ამას 8ჯერ ავწევ და ესეთი სხეული მექნება. უფრო კვებით ვაძლევთ ამ მიმართულებას რა, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი სხეული. მაგრამ როგორც წესი, თუ ადამიანი მოდის ესე ვთქვათ და რაღაცა სუსტია, პირველში ვიწყებთ მაშინვე რაღაც კუნთოვანი მასის ზრდას ესე ვთქვათ რა. მაგრამ ამას მარტო ვარჯიში არ განაპირობებს. უფრო კვებით ვაძლევთ ხოლმე ამის მიმართულებას, იმიტომ რომ ეს ადამიანი სიტყვაზე რაღაც კონკრეტულ ვარჯიშს, ეს სიტყვაზე რაღაც კონკრეტულ წონას 8ჯერ აწევს. ეს სუსტი ადამიანი და ის ესე ვთქვათ ცოტა შედარებით ცხიმიანი ადამიანის იგივენ არის ივიდენად გააკეთებს, ხო ისიც 8ჯერ აწევს. განსხვავება მარტო იმაში იქნება, ვინ რას იღებს საკვებიდან და ვინ რამდენს ხარჯავს. ხო ხტები? და ამიტომ ჩვენი სხეულიც აქედან გამომდინარე იცვლება. რას ვიღებთ და არა ის, მარტო რას ვაკეთებთ, რა ვარჯიშს ვაკეთებთ. თორე ზოგადად ხა ვარჯიში რო კუნთოვანი მასას ზრდის და კუნთოვანი მასის ხარჯზე ის ცხიმის პროცენტობა შეიძლება იგივე გქონდეს, მაგრამ საერთოდ სხვანაირად გამოიყურები, იმიტომ რომ კუნთოვანი მასა უფრო მეტია ვიდრე ცხიმი. ეგეც ეგრეა. მაგრამ კონკრეტულად აი არ არსებობს რაღაც ვარჯიში, ანუ ნახე დასაკლები და მოსამატებელი ვარჯიშები არ არსებობს. ჭამარია. არ არსებობს. აი ადრე იყო ხოლმე ეგეთი რაღაც, აი სიტყვაზე რაღაც წონას 15 ჯერ თუ აწევ, ცხიმს დაიკლებ. და რაღაც წონას თუ 8 ჯერ აწევ, რაღაც კუნთი რაღაცა გაგიზდება. ესეთი რაღაცები არ არსებობს. ან დასაკლები და მოსამატებელი ვარჯიშები არ არსებობს. ყველაფერს კვებიდან ვაძლევთ ზოგადად მიმართულებას რა, საბოლოო ჯამში. ამიტომ ესეც იყო ხოლმე ადრინდელიდან წამოსული, რომ აი რაღაც პატარა წონებით უნდა ივარჯიშო, მეტი განმეორება გააკეთო, კუნთი უფრო გამოგეკვეთება. ვიდრე ძიმე წონებით აწიო და რაღაცა იგივე დარჩები, ესე ტყუილი არის, ნახე. თუმცა აქაც რაღაც სტანდარტები გვაქვს, ხა. კუნთის განვითარებას რა ჭირდება? ამ ბოლოს ძალიან ბევრი ესეთი მეცნიერული კვლევები წამოვიდნენ ქართველი მეცნიერები, რომ ნიშნობა არ აქვს, აი რა წონით გააკეთებო, აი ძიმე წონები საერთოდ არ ჭირდება, მაგრამ რეალურად კუნთის სტრესი, ხო, ის დაზიანებული ქსოვილები რაც შემდეგ უნდა აღვადგინოთ. ეს ხდება დიდი დატვირთვიდან გამომდინარე და ძიმე წონებიდან გამომდინარე. შენ სხეულს თუ ბარიერები არ მიეცი, რასაც გადალახავს შემდგომ, განვითარება არ გექნება. ამიტომ ისიც ვიცოდეთ, რომ წონები ვარჯიშის დროს აუცილებელია. ანუ არ უნდა დაზოგო თავი რა, თუ ხედავ რომ რაღაც წონა აიღე და 12-ზე 15 გამეროზე მეტჯერ შეგიძლია გააკეთო, აუცილებლად დაამატე წონა. თუ ბარიერებს არ შეუქმნი შენ სხეულს, განვითარება არ გექნება რა. კუნთის გაზრდა ანუ ხო, მაგრამ ნახე აი მე მყავდა ხოლმე შენარჩუნებისთვის ნახე როგორ რაღაცას მიაღწია ყოველთვის ძალიან რთულია. მაგრამ შენარჩუნებისთვის იმდენი წვალება აღარ გიწევს, ესე ვთქვათ რა, თუ მეტი აღარ გინდა განვითარდე. მე ხა ჩემი მოსწავლე მყავდა, რომელმაც 50 კილომდე დაიკლო. და შემდეგ უბრალოდ თავი დაანება ვარჯიშს, ჭამდა რასაც უნდა და რამდენსაც უნდა და ვეღარ იმატებოდა ზონაში. რანაირად. იმდენად მიჩვეული იყო იმ პროცესს ორგანიზმზე, ანუ ორგანიზმი უკვე ისე იყო გადალაგებული, რომ უკვე იცოდა რა ჭირდებოდა. ოღონდ ეს გეუნები რაღაც პერიოდი, აი სიტყვაზე 1 თვე თუ 2 ხა თელი ცხოვრება თუ ეგრე ხა, ანუ ყველა ვარიანტი შემოიმატებს რა.
ამიტომ ძიმე წონებიც აუცილებელია. ხო და აი რას გეკითხები იცი რომ თუ მე რაღაცა სხეულის რაღაცა ფორმას მიმაღწია რაც სიტყვაზე თქვა ჩემს ოღონდ აქ ვსაუბრობ არა უსდროს არ გეგონოთ მეგობრებო რომ ჩემთვის ვარჯიში არის პირველ რიგში ჯანმრთელობა და მე ნებისმიერი რაღაც ფორმა და რაღაც გამოსახულება რა ესე ვუყურებ მე პირადად და ვთქვათ აი ჯანმრთელობის მხრივ რეგულარულად კარგად ვარ ესე ვთქვათ ჭყალებში და უკვე აი სხეულის რაღაცა ფორმაზეც მინდა რომ ვიფიქრო რა აი მივახწია ამ სხეულის რაღაცა კონკრეტულ ფორმას რაც ჩემთვის ასურველი. და მინდა რომ ეს შევინარჩუნო. უკლედ მეტი არც იქით მინდა, არც აქეთ მინდა რა. ამ შემთხვევაში წონებს, ვტოვებ იგივეს, ვზრდი მაინც. აი თუ აი როგორ თამაშობ მან. ნახე, შეგიძლია შენთვის კომფორტული წონებით ივარჯიშო, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს, რომ საერთოდ მოეშვა და ისე ივარჯიშო გეგონება ვარჯიშს ისვენებ. ხო ხვდები? დისკომფორტი მაინც უნდა მქონდეს. ვარჯიშია და მაინც დაღლილი უნდა გამოხვიდე ხო ხვდები თუმცა იცი არის ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდება ხოლმე რომ შენ როცა რეგულარულად ვარჯიშობ ეს ვარჯიში უკვე იმ ხელა სიამოვნებას განიჭებს რომ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვეღარ შეძლებ მაგას რომ რაღაცნაირად თავი დაზოგო დარბაზში ანუ იმდენად სიამოვნებს პროცესი რომ აი ეგ დაღლა აუცილებელი არის ხო ხვდები იმიტომ რომ აი ბევრი სტრესის დროს ვარჯიშობს ხოლმე ცუდ ენერგიებს ხარჯავენ ხო ხვდები და უფრო მეტად ესე ვთქვათ ვარჯიშთან რომ გამოდიხარ თვით შეფასება ბევრად მე მაღალი და საერთოდ სხვანაირი ხარ რა და ბევრს რა ინტერესებს ხოლმე იცი რომ აი შედეს რო გავაკეთებ მე რომ ვივარჯიშო კიდეო და ეგეთ კითხვები ჩდება რა თქმა უნდა ანუ როგორც დაიწყე და როგორც იყავი მე ისე უნდა გავიდე აბა მაშინო მეზერება მაშინ აბა აზრი აქვს და ხო მესმის ახლა მთელი ცხოვრება შეიძლება ვერ ივარჯიშო მაგრამ ვარჯიში ხო მარტო კუნთიც ხო არ არის ანუ იმდენ რაღაც იცვლება შენ ცხოვრებაში რომ ჩემი აზრით აი კვირაში უნდა დავუთმო 3 საათი ვარჯიში 3 საათი გჭირდება მხოლოდ ძალიან ცოტა არის და წარმოიდგინე რამდენს გაძლევს დღეში უთმობენ სკროლას 8 საათს სტატისტიკურად ანუ წარმოიდგინე დღის მანძილზე რამდენი გამოუსადეგარი რაღაც შეგიძლია გააკეთო რაშიც დროს ხარჯავ და 3 საათი არ გაქვს უბრალოდ რომ ისეთი რაღაც გააკეთო რომელიც შენ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის ხო ამიტომ ძალიან მინიმალური დრო არის და ხო დროსაც შეეხება აქვე მინდა თქვა ისიც რომ ძალიან დიდი შეცდომა კიდე გადაჭარბებული ვარჯიში ხოლმე დიდი ხანი 2-3 საათი ადამიანები დარბაზში ატარებენ და გონიათ რომ ეს არის უკეთესი ნუ მესმის ხო ნუ რაღაცა ლოგიკურად მიყვებიან თითქოს რომ აი რაც მეც ვივარჯიშობ მით უკეთესია მაგრამ ორგანიზმის თავისი რესურსი აქვს თავისი ენერგიის რესურსი რომლის ამორწურვის შემდეგ დიდი ალბათობით ენერგიას ჩოლობად კუნთიდან აიღებს კუნთოვანი მასისგან იმიტომ რომ რეალურად სხეულს კუნთოვანი მასა არ ჭირდება განსაკუთრებით ამ ხელა კუნთოვანი მასა ხო ხვდები ეს ჩვენ ვაძლევთ ესე ვთქვათ ხო რომ გაიზარდოს თორე რეალურად ორგანიზმს ჭირდება ესეც ცხიმი ამიტომ გადარჩეს ხო ამიტომ გროვდება ხოლმე აი ცხიმები რატო გაქვს ამიტომ გროვდება რომ ეს არის სასწორად მნიშვნელოვანი მისთვის და რაღაც კუნთოვანი მასა ხო ხვდები კუნთოვანი მასა იმიტომ გაქვს რომ ამ ხელა ფიზიკური დატვირთვა გაქვს ამიტომ გააჭარბებული ვარჯიში მხოლოდ რეგრესია და არა პროგრესი. კი ბატონო, მე მაქვს ხა ისეთი კითხვა. თავიდან როცა იწყებ ვარჯიშს და ვთქვათ წონებით იწყებ ვარჯიშს, არის თუ არა ესეთი რაღაც დაშვება, რომ შეიძლება შეშუპდე? შეშუპდე რის ხარჯზე უფრო რავი ანუ აი არ ვიცი უბრალოდ შეშუპდე გრძნობდე რომ შეშუპებული ხარ რა უფრო აი ხო ხდება სხეულებრივად შეიძლება კონდეს შეშუპების ვარჯიშის დასრულების შემდეგ მაგალითად კი ამას ძალიან მარტივად ვეძახით ხოლმე პამპს ვეძახით ხოლმე რა ანუ როდესაც კუნთი მაქსიმალურად ივსება სისხლით ესე ვთქვათ ეს ვარჯიში დროს ხდება კი და ესეთი შეგრძნება მაქვს რომ უფრო გაბერილი ხარ ესე ვთქვათ რა იმიტომ რომ მაგ კონკრეტულ კუნთზე მიდის მუშაობა და ამ კონკრეტულ კუნთზე მიდის მთელი ეს ესე ვთქვათ სხეულში რაც კი ესე ვთქვათ სისხლი გვაქვს მთლიანად აქ მიდის რომ ორგანიზმმა იცოდეს სად ჭირდება ყველაზე მეტი ენერგია სად რა კუნთის მუშაობა ხდება რა მაგრამ ეს დროებითი არის ვარჯიშთან შეიძლება 9 საათი გაგრძელდეს და შემდეგ ისე ჩოლობ მდგომარეობას უბრუნდება ხოლმე. ერთი თვე გაგრძელდეს? არა, მაგდენი ხანი არა. მოკლედ მე გაგიმხელს აიდუმოს. მე შევშუპდი. რეალურად აი მე ახლა გეტყვი როგორ იოგას ვაკეთებ ძალიან ბევრი წელია. არ მქონია ფაქტობრივად არანაირი შეხება წონებთან, აი რაღაც ძალიან მინიმალური სახში რაღაც ანტელებით რა 2 კილოსამი აი ძალიან მინიმალური. დანარჩენი იოგაშიც არის ასენები, რომელსაც ჩემ პირად წონას თქვა წევ ხაერში და ასე შემდეგ რა. და ეხლა რაღაცა ტრენაჟერებს რო დავიწყე ვაჟი შეიძლება რატოა მოვიცი რომ შეცდომა მაქვს დაშვებული რომ რაღაც იმაზე მე წონას ვეტაკე ვიდრე საჭირო იყო და აი უცებ შეშუპების შეგრძნება მქონდა რა და მე ოღონდ ეს როგორ გითხრა 2 კვირაში გავიდა
მაგდენი ხანი გაგრძელდა? ან ნახე მე რა მაინტერესებს შენ აი შეგრძნება ვარჯიშის დასრულებისას გაქვს თუ მე მომყვება კიდე? მომყვება. ეგ ალბათ ნახე როგორ რაღაცა ვარჯიშის დროს კი ეს კუნთები იბერება, იმიტომ რომ სისხლით ივსება ესე ვთქვა და მეტი დატვირთვა მიდის ამ კონკრეტულ ადგილზე. ეგ ნორმალურია. მაგრამ როგორც წესი, ნახევარ საათი 1 საათს მე თავის იმას უბრუნდება ხოლმე რა. მაგრამ შეგრძნების დონეზე გვჭება ხოლმე, იცი? აი მეორე დროს კუნთები რო გვტკივა. ხო. მაგ დროსაც გვაქვს ხოლმე ეგეთი შეგრძნება, რომ თითქოს აბერილი გოხოს. ხო და მაგ ეგ პროცესი გადის და თუ გაქვს რომ რაღაც გაბერილობის შეგრძნება. წესით სულ არ უნდა გქონდეს. ნახე, იცი არის, კვებაში ხო არ გაქვს რაღაც ისე, ნახე, მაგას იწვევს ხოლმე ძირითადად ჭარბი მარილის მოხმარება, ანუ სითხე გვიგროვდება ხოლმე ჭარბი მარილის მოხმარების გამო და ეგ ხო არ გაქვს და ვარჯიშის გამო არ არის. შეიძლება დაუფიქრდები მაგას. ხო, მაგასაც დააკვირდი, მარილს დააკვირდი რაციონში და რამდენი სითხეს იღებ. მაგასაც დააკვირდი. ბევრი უნდა მიიღო თუ ცოტა? პირიქით, რა თქმა უნდა, ბევრი. ნახე, ზოგ ადამიანს გონია რომ აი ეხლა წყალს დავიკლებ სითხეს და უფრო კარგად გამოვჩნდები და ჰიდრატაციაზე ძალიან აქცენტი გავაკეთოთ რა. სტანდარტული ცხოვრებით ბჭყალებში ვთქვათ, არის რეკომენდაცია რომ 2 ლიტრამდე, ხო? ნუ იქ არის წონის მიხედვით რამდენი, ხო? გააჩნია. როცა ხარ მოვარჯიშე და პირობითად ავიღოთ ყველაზე ესეთი კვირაში 3 დღე, არა კვირაში 5 ან 7 დღე, სტანდარტულად ალბათ 3-4 დღე, როგორც არის ხომ, რა რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს ადამიანს. ხო, ნახე, წონა ვახსენეთ და წონიდან გამომდინარე ეს ძალიან ინდივიდუალურია. საშუალო სტატისტიკურ ადამიანი რო ავიღოთ, ხო, აი სიტყვაზე მამაკაცი 70-75 კილოგრამის წონის რეკომენდირებულია ხოლმე 2-2.5 დაახლოებით. მან კიდე დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ხანი ვარჯიშობ წონებზე, რამდენს კარგავ სითხეს. მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე უნდა ვიცოდეთ რამდენ სითხეს ვიღებთ. მაგრამ ზოგადად ნახე ბევრი ადამიანს რატომღაც დღემდე გონია რომ რაც უფრო ნაკლებს და მიიღებ წყალს. მეც თითქოს მეც დაკარგავ. მაგრამ რეალურად პირიქით ხდება. რაც ნაკლებს დალევ, უფრო მეტად შეშუპდები. იმიტომ რომ ორგანიზმს ბუნებრივად თვითგანარჩენის ინსტინქტი ერქვა, ხო და ამ სითხეს ინახავს. ჩვენ რეალურად ბოდიბილდერები პირიქით ბოლო პერიოდში, როდესაც კონკურსამდე გვჭება ხოლმე აი 1 კვირა. მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ აი ცხიმი აღარ არის და კანქვეშიდან წყალი გავიყვანოთ. ამ დროს ვთქვათ ხოლმე პირიქით ძალიან დიდი რაოდენობით რომ რაც მეც იღებ, უფრო მეც კარგავ. და იცი არის ხოლმე ვარჯიშის ზოგი მაგალითად არის ვარჯიშის დროს წყალს არ სვავს, აი საიდან რატო ვერ ხვდები, საიდან მოიტანეს. ვარჯიშის დროს განსაკუთრებით იმდენ სითხეს ვკარგავთ, მით უმეტეს უფრო მეტი უნდა მივიღოთ რა. მე ვიტყოდი რომ თუ შენ მოვარჯიშე ხარ, რომელიც კვირაში 3 დღე ვარჯიშობს, სტანდარტულად რო ავიღოთ, ხო, ან სტანდარტულად ამდენი წონის ადამიანს 60-80 კილოგრამს იწონი, ეს 3 ლიტრი უნდა იყოს აი როგორც მინიმუმი ეგრე. მე არ ვიტყვი რომ ეს საშუალო მინიმუმს ვიტყოდი. ვაუ. და ხანდახან იცი არის ბევრი ადამიანს ესეთი რაღაც მეც მემართება ხოლმე რომ გაზიან სასმელებს ვინც იღებს. მათ წლის მოთხოვნილება თითქმის უკრებად საერთოდ. და როდესაც წყალი გინდა ამ დროს გონიათ რომ რაღაც გაზიანი სასმელი უფრო ეს სიამოვნებად და აქედან გამომდინარე სითხეს მე საერთოდ ვეღარ იღებენ ხოლმე. აი კოკაკოლაზე უშაქრო კოკაკოლაზე მქონდა ხოლმე მე ესე თქვი მიჯაჭვულობა რა სულ რომ აი შეიძლებოდა დღეში 2 კილო დამელია და იმდენად ოფილებდა რომ საერთოდ სითხეს აღარ ვიღებდი. და აი მე მოდიოდა ხოლმე აქ შეშუპებაც. მგონი ეგ აჩემში. იღვიძებს თვალები დასიებული გაქვს და ასე შემდეგ რა. ამიტომ სიწყალი ვარჯიშის დროსაც უნდა მიიღო, ჭამის დროსაც უნდა მიიღო, დილითაც უნდა მიიღო, ძილის წინაც უნდა მიიღო, ანუ წყალი უნდა იყოს შენი, ისე ვთქვათ, განუყოფელი ნაწილი. ძალიან ბევრ პროცესში გეხმარება, მარტო იმაში არ რაღაცა უფრო ნაკლები სითხე გქონდეს ორგანიზმში. გინ წონას იმატებდი, თვითსვლისთვის არის ძალიან კარგი, საკვების ათვისებისთვის არის ძალიან კარგი. ეხლა შენ თქვი რომ ჭამის დროს უნდა მიიღო? კი. ჭამის ძალიან ბევრი ისიც არის ეგრე რომ ჭამის დროს არ შეიძლება. ხო, მე გიტყვი რატო ვიცი რომ არ უნდა მიიღო და შენ გამისწორე თუ ვცდები. წყალსაც როგორც ჩვეულებრივ ყველა საკვებს რომელიც ჩვენს ორგანიზმში ჩადის, ჭირდება გადამუშავება, ანუ მაგასაც იმუშავებს ჩვენი ორგანიზმი. რომელსაც ჭირდება დაახლოებით 9 საათი რა, მით უმეტეს თუ ცივ წყალს ვსვამთ, სანამ გააცბობს და ასე შემდეგ. ჭირდება გადამუშავება. თუ ამას საკვებთან ერთად მივიღებთ, ანუ გამოდის სრული დომხალიზაცია ჩვენს კუჭში, წყალი 9 საათი ჭირდება, იმას 2 საათი ჭირდება, იმას 4 საათი ჭირდება და ანუ უფრო აი თქვა შებერილობა, ეგეთი რაღაცა სიმპტომები უფრო ხშირად შეიძლება რომ ამისგან გამოწვეული იყოს. ეხლა შენ გამისწორე ამაში. ნახე როგორ რაღაცა, ეხლა მე იმას არ გულისხმობ რაღაცა წყლით გასკდე და ყოველ ლუკმაზე ერთი რაღაცა 100 გრამი წყალი მიეყოლა, მაგრამ რეალურად საკვების გადამუშავებასაც წყალი ჭირდება. ანუ სითხის გარშე საკვებს ვერ გადამუშავებ, განსაკუთრებით თუ მძიმე საკვებს იღებ, აი სიტყვაზე ცილოვანი საკვები ყოველთვის ყველაზე მძიმეა ხოლმე. განსაკუთრებით აი სიტყვაზე საქონლის ხორცი ავიღოთ, შეიძლება ეს ქათმის ხორციც იყოს და
რეალურად ჩვენს კურსს უფრო მეტი ბევრად დიდი ხანი ჭირდება ვიდრე 9 საათი ამის გადასამუშავებლად და ხო და საკმაოდ რთული პროცესი მიდის და საკმაოდ ესე ვთქვათ შებერილობა უფრო საიდან გამომდინარეა ხოლმე იცი აი ნაკლები ბოჭკოდან გამომდინარე გვაქვს ხოლმე შებერილობა ან ზედმეტი ცილიდან გამომდინარე თუ მაგათად ბევრ ცილას ვიღებთ აი მე ცილიდან გამომდინარე უფრო გვაქვს ხოლმე შებერილობა ვიდრე წილიდან გამომდინარე ხო გაზები იცის ხო როგორც ესე ცილა ბევრ ცილას ჭამ განსაკუთრებით და ბევრი ცილა ხა ნუ ბევრი რა გააჩნია ბევრივისთვის მოდი ეგ ვითხარი ცილა რა როგორ არის სტანდარტები რა არის ცილის ნახე როგორი რაღაცა ნუ მიზანსაც ხო გააჩნია მანდ ხა რა მიზანი გვაქვს კუნთის შენება გვინდა რაღაც შენარჩუნება გვინდა დაკლება გვინდა ქალი კაცი ანდაც ხო მოდი ავიღოთ ქალი რომელსაც უნდა წონის კლება რამდენი ცილა უნდა მიიღოს კაი ვისაც წონის კლება უნდა ხო სიტყვაზე სტანდარტულად რო ავიღოთ ესე ვთქვათ თუ არ გავითვალისწინებთ სიღრმისეულად შემდეგ ის როგორ ცხოვრობს რასაკეთებს ღირსმანძილზე რასაკეთებს ასე ხო რაღაც სტანდარტი ხო ჩემი აზრით 1 გრამი კილოგრამზე საკმაოდ ნორმალური იქნება იმიტომ რომ ქალს არც ესეთი დიდი კუნთოვანი მასა ჭირდება არც იმდენი ენერგია არ ჭირდება აღდგენისთვის და ჩემი აზრით სტანდარტულად რო ვიღოთ 1 გრამი ნორმალური იქნება ხოლმე კაცების შემთხვევაში გრამნახევარი შეიძლება 2 გრამიც იყოს ხოლმე ხო 2 გრამიც იყოს ხოლმე კილოგრამზე ვიძახი ხო ხო ანუ რამდენი კილოც ხართ იმდენი ვიყო და გამრავლებული ხო მცილებში რა გრამნახევარი აი მომატევასაც შეეხება მან შეიძლება 50% უკვე ავწიოთ გრამნახევარი შეიძლება იყოს კაცების შემთხვევაში შეიძლება 2 გრამი იყოს მაგრამ ყველაზე მთავარი ნახე რა არის პროცესში რა ხდება მაგას უნდა დააკვირდე და როგორც ყოველთვის ვიზახი საკუთარ ხელს უსმინო შეიძლება ადამიანმა მოქცეს რჩევა რომ აი მოდი სტანდარტულად მოდი 2 გრამი ავიღოთ მაგრამ მე რა ხდება ამასაც უნდა დავაკვირდეთ იმიტომ რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია თვისება აი ის მოსაზრებაც იყო რომ ადამიანიო ერთ კვებაზეო 30 გრამ ცილას ითვისებსო ესეც ინდივიდუალურია ვიღაც შეიძლება 30 ითვისებდეს ვიღაც შეიძლება 40 ითვისებდეს ვიღაც შეიძლება 25 ითვისებდეს ხო ხდება ითვისებდეს რაც გულო მაგალითად მე ვიცი პორციულად რომ 50 გრამი ცილა მიდევს თებში სიტყვაზე ვამბობ რა ანუ შეიძლება მივიღო 50 გრამი ცილა შევჭამო და შემოვიგო ვერ აითვისოს 50 და აითვისოს 20 ნახე ეს ხო ეს საკვები ხო მე ამნოჟავად იშლება და მე ხდება ათვისება ხო ამ აქვია ნივთიერებების ასეთ ვიღებთ რა და აქედან გამომდინარე ხო ყველა ადამიანის ორგანიზმი ხო სხვადასხვანაირად არის მოწყობილი ანუ სიტყვაზე ზოგი ადამიანი საერთოდ 80 გრამ ცილას იღებს ერთ კვებაზე და წარმოიდგინეთ ღირსმანძილზე ხა შეიძლება ისეც იყოს მე იმ გამოწვევების მიზეზია შებერილობის იმიტომ მართლა ძალიან ბევრი რაღაც სტანდარტები გვაქვს კი ბატონო რაღაცა ის 30-35 გრამი იყოს მაგრამ ამ სტანდარტებს რო ძალიან ამოვარდნილი ხარ და ისე ვთქვათ ერთ კვებაზე რაღაც 9 კილო ხორცს ჭამ ეს რაღაცა ძალიან გადამეტებულია უკვე ამ როგორც არ უნდა იყო და ამიტომ როცა გძნობ უკვე რომ რაღაც შებერილობა გაწუხებს ხო ხტები უფრო მეტად ხშირდება ეს უფრო მეტად შიმშილსაც იწვევს ხოლმე ამ დასაკვებს რო იღებ ეს პირდაპირ ორგანიზმი გეუბნება რომ ბევრია ეს უკვე ხტები და ათვისებასაც ხო ანუ რაღაც სტანდარტი გვაქვს მაგრამ ზუსტად ვერაზოს ვერ გეტყვის შენ ორგანიზმი რამდენს ითვისებს აი ზუსტად 30 შენ უნდა მიიღო და სიტყვაზე მე ზუსტად 30 უნდა მიიღო მაგრამ შეიძლება ჩვენთვის მაინც განსხვავებული იყოს ეს ყველაფერი და ამიტომ როგორც წესი რაღაც სტანდარტებით მუშაობთ ხოლმე მოქმედებთ მაგრამ მაინც პროცესში ვაკვირდებით შენ რამ ადამიანმა კლება დაიწყო მოიმატა თავს როგორ გზნობს შებერილობა ხო არ აწუხებს უენერგიობა ხო არ აწუხებს უძილობა ხო არ აწუხებს დილით რო იღვიძებს რამდენად ენერგიულად გამოიყურება რამდენად ენერგიულად გზნობს თავს ანუ ამ ყველაფერს რო უყურებთ აი მე ვხვდებით რომ აი სიტყვაზე შეიძლება ეს ბევრი იყოს ეს ნაკლები იყოს და ასე შემდეგ არეგულირებ ხო ანუ პროცესი ანუ ყველაფერი მაინც პროცესში ხდება და საბოლოო ჯამში მივდივართ იმ პრაქტიკამდე რაც აუცილებლად უნდა გავიაროთ. თეორიულად ცოდნა კი ბატონო, უნდა ვიცოდეთ რას როგორ ვაკეთებთ, მაგრამ შემდეგ მივხვდებით ჩვენთვის რამდენად კარგია ეს. ხო ხდები? და აი ცოტა მანდ ვიჭედებით ხოლმე რა, რომ აი ეს თეორიული ცოდნის მოყვარული მწვრთნელები, რომლებსაც სამთოში რაღაც დონის თეორია აქვს მიღებული, პრაქტიკას ვერანაირ პრაქტიკას სამთოში შენ ვერ მიიღებ. ისე რომ ესე თქო ვიღაც სასწავლო რა. ამიტომ ბოლო მაინც გვაქვს პრაქტიკა სადაც ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ და მივხვდეთ რამდენად სწორ გზაზე ვდგავართ რა. ამიტომ პროცესია. ხო, რა ყველაფერი არის პროცესი რა. პროცესში ხვდები რა როგორ უნდა გააკეთო და მაგიტო პირველი ყველაზე კარგი რასაც იზავ საკუთარ ხელს უნდა უსმინო ყოველთვის. კი ბატონო. ეხლა შენ ახსენე წონის კლება და ეს რაღაცა აი გოგოების შემთხვევაში არის ხო შეიძლება ბიჭების შემთხვევაში უბრალოდ მე გოგოვარდაში მაგიტომ მაქვს ყურადღების ცენტრში ესეთი თემაა რა ზოგისთვის პრობლემატური საკმაოდ. ვარჯიში როგორც შენი საუბრიდან გავიგე არის დამხმარე მექანიზმი ამ ყველაფერთან მიმართებით. თავარი არის კვება. ხო, წონის კლებასთან მიმართებით. რამდენად
მნიშვნელოვანია კალორიების კონტროლი, კალორიული დეფიციტი წონის კლების დროს. ხო, ნახე, ლოგიკურადაც რო გავყვეთ, თუ მაგალითად იმაზე მეც ხარჯავთ, ვიდრე ვიღებთ, პირდაპირ მიდიოთ წონის კლებაში. მაგრამ აქ არის ხოლმე გადაჭარბებული რაოდენობით, სადაც უბრალოდ ორგანიზმის დასტრესვა ხდება და როგორც წლის შემთხვევაში ვთქვით, ხო, ძალიან ცოტას ვიღებთ, უფრო ნაკლებს ვიკლებთ. და ორგანიზმის პირდაპირ თვითგადაჩენის უნარია ყოველთვის ერთვება და პირიქით უფრო ნაკლებს იღებ. ამიტომ ძალიან ცუდია ხოლმე, რომ აი არიან ისეთი დიეტოლოგებიც, ესე ვთქვათ რა, აი ჩერის პოდკასტს მოусმინე, ახსენა მან რაღაცა ჩაები და წვენები და რაღაცა დეტოქს ჩაი რაღაცა, სადაც რავი, უამრავი შარდენია ჩაყრალი და უბრალოდ სიცხიდან იცლება. დარბი ხარ და თითქოს წონაში დაიკელი. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ქვედაზღვარს არ გაცდე. გულისხმობ კალორაჟს. ხო, რა არის ეს ქვედაზღვარი ქალის შემთხვევაში და კაცის შემთხვევაში? ეს ძალიან ინდივიდუალურია სიმაღლესთან მიმართება, მაგრამ აი თქვა დავიღეთ მეტრა, პირობითად ვამბობ რა. მაინც აი წარმოადგენა რომ კონდეთ ადამიანებს მნიშვნელოვანია ჩემი აზრით პროფესიონალისგან მსგავსი რაღაცის მოსმენა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი ინფორმაციის ზღვა და ადამიანები არსებობენ. მაგალითად ავიღეთ საშუალო სიმაღლე მეტრა 68. ქალის შემთხვევაში, ხო? და აქვს უნდა დაკლება. ნუ აი პირობითად უნდა არ ვიცი 7 კილოს დაკრება, ხო? ესეც რაღაც სტანდარტული წონაა ხოლმე რა. რა არის კალორაჟი, ქვედა კალორაჟი, რისაც არ უნდა ჩაცდეს თუ კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობს. ხო, 168-ს მან გააჩნია ასევე წონას. აი ხო თქვი, წონა არის 7 კილოს საიდან იკლებს, მაგას ამბობ? არა, სიტუაცია ნახე, აი 168 სიმაღლე შეიძლება იწონდეს 50 კილოგრამს, შეიძლება 80 კილოგრამს იწონდეს, აი მაგასაც დასაკლები, აი და რა ვიცი 68. მოდი აი საშუალო წონა რო ავიღოთ, ხო? და ავიღოთ, ესე ვთქვათ, მაგასაც დიდი მნიშვნელობა ხოლმე, აი დღის მანძილზე ასაკეთებ, ჯდომიარე ხარ, აქტიური ხარ თუ არა, ჯდომიარე პოზიცია ავიღოთ, მოდი. სტანდარტულად ავიღოთ რაღაც. რომელიც ძირითადად რაღაცა შეიძლება ოფისში მუშაობდეს, ძირითადად ზის და ასე თუ ისე რაღაცა მეტად აქტიურობს. ზოგადად ყველაზე კარგია ხოლმე ნაკლებს ჯერ მეტით დავიწყოთ და პროცესში შეხვდეთ რა ხდება ხოლმე. აი სიტუაცია შეიძლება ეს მეტი იყოს 1700-1800 კილოკალორია დღის მანძილზე. პლუს თუ ვარჯიშობ რა თქმა უნდა და კარდიო ვარჯიშებს აკეთებ და ამ 1700-1800 კილოკალორიაზე დავაკვირდეთ ჩვენი სხეული რას აკეთებს. როგორ იცვლება. რამდენი ხანში არის ხოლმე დანახვა ერთ თვეში? ნახე როგორ რაღაცა თავიდან, როდესაც ვარჯიშს ვიწყებთ და დიეტას. პირველი ერთი კვირა ძალიან სწრაფად ვიკლებთ ხოლმე 2 კვირაც. იმიტომ რომ ის საკვები აღარ არის ჩვენ ორგანიზმში ისეთ მეტი სითხე უჯრედებში აღარ არის შეკავებული რაც საკვები იკავებს ხოლმე ძირითადად და გონია რომ სიო უკვე აი შედეგზე ვარ გასული, მაგრამ რეალურად აი ეს 10 დღე 2 კვირა ის დრო არის, სადაც ორგანიზმი სჭირდება უბრალოდ რომ მიხვდეს, რომ აი ამ ფუნქციიდან, აი ამ ცხოვრების რეჟიმიდან, სტილიდან აი აქ გადადის ხოლმე რა. 2 კვირის მერე როგორც წესი დაახლოებით, აი სტანდარტულად ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ სტანდარტულად რო ვთქვათ, უკვე მიდის ხოლმე, ესე ვთქვათ, ცხიმის წვა და ესე ვთქვათ, ცვლილებების სხეულის. მან ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდე კვირის მანძილზე რამდენი გვაქვს კილოგრამი და დანაკარგი, ხო ხდები? ხო და აი ეგ მოდი ის მითხარი, ანუ 1700-1800 და მე კითხავ მან სასწორის და აწონვის თემა მინდა რომ შემოვიტანო. 1700-1800 და თუ მივხვდით რომ თქვა ვერ ვიკლებთ, მე ჩამოყავს კალორაჟი? ნახე, მანდარი, კაი კითხვა. ნახე, ყველაზე კარგი გამოსავალი მანდ ის კი არ არის. საკვებს დავაკლოთ, ინტენსივობას მოვუმატოთ, სიტყვაზე მოვუმატოთ კარდიო ვარჯიშებს. ძალიან ბევრი მწვრთნელის და ადამიანის მიმართავს შიმშილობას, შიმშილით ვერ დაიკლებ წონას. მან ყველაზე მარტივი გამოსავალი არის დატოვე იგივე საკვები, იმიტომ რომ ენერგია უნდა ქონდეს აუცილებლად, შენი ტვინი უნდა ფუნქციონირებდეს, უნდა აზროვნებდეს, ყველაფერი გჭირდება. და მოუმატე ინტენსივობას. აი სიტყვაზე მარტივი კარდიო ვარჯიში რო ავიღოთ. მე კარდიო ვარჯიშებსაც შევეხოთ. აი სიტყვაზე ბილიკზე დავდივარ სიმაღლეზე შემაღლებული საშუალო ინტენსიური კარდიოს ვაკეთებ და ვაკეთებ 9 საათს. და ესეთ პრობლემას შევეჩეხე. საკვებს არ ვაკლებ, ვსდი 45 წუთამდე. ვაკვირდები. ვსდი 1 საათამდე. ყველა ვარიანტში იკლებ. გამორიცხულია რო არ დაიკლო. მაგრამ შენ თუ საკვებს შეამცირებ, პირიქით უფრო გაგიჩერდება წონა. თავდაცვის რეჟიმში გადავა ორგანიზმი. უფრო გაჩერდები. მე დაგეწყება შიმშილი, მე უხასიათობა, მე мотиваციის დაკარგვა და დაუბრუნდები ისო საწყის წერტილს, პირიქით შეიძლება უფრო განადგურებული, ესე ვთქვათ, ფსიქიკით. ოკეი, და ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია არა საკვების კლება, ინტენსივობის მომატება. ძალიან საინტერესო. რასაც ძალიან ბევრი დღემდე აკეთებს. ჭამეთ საჭმელი, აუცილებელია. უბრალოდ უფრო მეტი იმოძრავეთ და სულ ეგ არის. ანუ დეფიციტი გამოვიდეს. ხო, მაგრამ მაინც აუცილებელი კიდე ბოდიში საიდან ვიღებთ ამ კალორიებს. შეიძლება მე დღეში 2 სნიკერსი ვჭამო და მივიღო იმ კალორიებში, კი დავიკლებ.
რა აქ ხო დიდი მნიშვნელობაა როგორ იკლებ. ანუ სუფთა ენერგიას რასაც ეძახით, ხო? შენ დაკლება რისთვის გინდა? უბრალოდ გინდა რომ გახდე და გამოიყურებოდე როგორც გამხდარი ადამიანი თუ ფორმაში გინდა იყო. შენ თუ ფორმაში გინდა იყო, მან ყველა ვარიანტში კუნთოვანი მასაც გჭირდება. და ამიტომ უნდა მიიღო სუფთა საკვები, ხო? იმ კალორიებიდან სუფთა საკვები უნდა მიიღო, ხვდები? ანუ არის ხოლმე ეგეთი მოსაზრება, რომ აი ეს კაცის ხორცი რო არ ვჭამო და ეს ტკბილი რო ვჭამო და კალორიებს არ გავუცდე, ხო დავიკლებ მაინც? დაიკლებ. მაგრამ რას დაიკლებ? მაგას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მარტო ცხიმს დაიკლებ თუ ყველაფერს ერთად. ამიტომ მან ისმის ხოლმე კითხვა, ანუ შენთვის კლება რა არა? რისთვის გინდა შენ წონაში დაიკლო? ფორმაში მოხვიდე, გინდა თუ უბრალოდ გახდე? მანდაც დიდი სხვაობა. ან მიზანი რა გვაქვს? თუ უბრალოდ გინდა გახდე, შეგიძლია ცუდი საკვებიც მიიღო, იმ კალორიაში ჩაჯდე, მაინც დაიკლებ, მაგრამ თუ ფორმაში გინდა მოხვიდე, აუცილებლად სიცხიმი ნახშირწყალი უნდა მიიღო. ამიტომ მოდი ეს ვიცოდეთ, რომ თუ სადღაც ესეთ რაღაცას შევეჩეხეთ, საკვების გავანებოთ თავი, იმიტომ რომ ეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეგ საკვები და მაგას არ დავაკლოთ. ინტენსივობა გავზარდოთ. კი ბატონო. კაცის შემთხვევაში გითხარი, ქალის თქვა 1700, 1800. კაცის შემთხვევაში მოდი ისე ვავიღოთ სტანდარტულად 75-80 კილოგრამიანი ადამიანი 75-180 სანტიმეტრი სიმაღლეში კვირაში 3 ჯერ ვარჯიშობს წონებით, მოდი ესეც პროგრამისტია, მე პროგრამისტები მაქვს ძალიან ვერ მოსწავლები, მჯდომიარე პოზიციაში მუშაობს, ესე ვთქვათ და მისთვის ჩემი აზრით ძალიან ნორმალური იქნება 2200-2500 კალორია ეს სტანდარტულად რო ავიღოთ, ძალიან ნორმალურია. აი, ჩემი მოსწავლეები თითქმის იგივე წონაში არიან სიმაღლეებში და ავიღეთ ესე ვთქვათ ესეთი მენიუ, მახსოვს 2200-დან 2500 კალორიამდე და ისე როგორ დაიკლო, აი, ცხიმი მარტო კუნთი შევინარჩუნეთ, ენერგია დარჩა და ესე ვთქვათ, ესე იგი ეს ნორმალურია მისთვის. მაგრამ ეხლა თუ ისეთი ადამიანია, ხვდები, ეხლა ზოგს ფიზიკურად უწევს მუშაობა, ზოგი საერთოდ საწყობში მუშაობს და რამხელა ფიზიკური დატვირთვა აქვს, წარმოიდგინე ვარჯიშობს, კიდე მიდის რაღაცა ენერგიას ხარჯავს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეხლა უფრო მეტი კალორიები გჭირდება, შეიძლება 3000-მდეც კი გაიზარდოს, ხო ხვდები? და ამიტომ, მაგრამ საშუალოდ ხო, ესე 2200-2500 კალორია ჩემთვის ნორმალურია და კაცის შემთხვევაში თუ წონაში ვერ ვიკლებთ, არ გვინდა ეს შიმშილი რა, აი თეთრზე მარტო ბროკოლი და ის რო გვიდევს, რა ქვია, ერთი ცალი კვერცხი და საღამოს მარტო წყალს რო იღებ, არ გვინდა ეს. ჭამოთ ნორმალურად, მივიღოთ ის საკვები, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, უფრო მეტი ვიმოზრავთ უბრალოდ. გასაგებია. და დაიკლებ როგორ, ნახე? ფორმაში დარჩები, რომ დაიკლებ. განა უბრალოდ გახდები. ანუ მაგაში ძალიან დიდი სხვაობა არის რა, გახდები თუ ფორმაში, გახდები გამოშრობას ვეძახით ხოლმე ჩვენ ბოდიბილდერები ეგეთ პროცესს რა, გამოშრობა, უცებ ცხიმს ვიკლებთ და არა ყველაფერს ერთად. ხო, გავიგე. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იგეც რა, როგორ დაიკლებ და საბოლოოდ რა იქნები. ხო. აქ მაქვს ეგეთი კითხვა, რომ როცა იწყებ ვარჯიშს, მადის მატება თუ ამას მოსდევს აუცილებლად ესე ხდება ხოლმე რომ მადა გიმატება და ეს სულ ასე ან სულ მომატებული მადით რჩევი თუ რაღაც მომენტში სტაბილურდება და აღარ გაკეთებს რაღაც მას. ხო, ნახე როგორი რაღაცა პირდაპირ პროპორციულია დახარჯული ენერგია აღდგენასთან, ხო? იქ მიდის კუნთოვანი ქსოვილების აღდგენა, იქ მიდის იმ კალორიების აღდგენა, რაც დახარჯა, რატო არის ხოლმე რომ ვარჯიშის მერე უფრო ხშია, ხო? უფრო მეტად გინდა ეს საკვები მიიღო, იმიტომ რომ ის რესურსი, რაც შენმა საკვებმა მოგცა, ის ენერგია უკვე დახარჯულია და რა თქმა უნდა ჭირდება ახალი, ხო ხვდები? მაგრამ ეხლა რაც უფრო სტაჟიანი ხდები, ესე ვთქვა და რაც კუნთოვანი მასა გეზრდება, დატვირთვა მერე ხო იზრდება კუნთოვანი მასასთან ერთად. მეტი წონების აწევა შეგიძლია და კუნთოვან მასასთან რაც მეტია კუნთოვანი მასა, მეტი ენერგიაც გჭირდება. აი ეს იწვევს მე მადის მომატებას, ხო ხვდები? როცა შენი გქონდეს, ხო? ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ ნახე კუნთოვანი მასა რაც უფრო დიდია, ხო, უფრო მეტი წონის აწევა შეგიძლია და ამას საერთო სხეულის ენერგია უფრო მეტი ჭირდება, ხო ხვდები? ანუ ნახე როგორ რაღაცა კუნთი არ არის საკმარისი მარტო რაღაც წონის ასაწევოთ, ეს აუცილებელია საერთო სხეულის ენერგია, ხო ხვდები? და ეს საერთო სხეულის ენერგია მივიღოთ იმ საკვებიდან, რასაც ვიღებთ. აი აქედან იხსნება ხოლმე ეს მადა, რომ ანუ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა გაქვს, მეტი ენერგია მჭირდება და რა თქმა უნდა მეტი საკვები მჭირდება, რომ ეს დიდი კუნთოვანი მასა აღდგეს და შემდეგ ენერგია მომცეს, რომ აი ის იმ ხელაწონები უკვე რაც მოვამატე, ესე ვთქვათ, რასაც ვწევ ისე სრულფასოვნად გავაკეთო. ანუ თუ სწორად გავიგე, თუ კუნთის მასა ზრდის და ანუ თქვათ სუზრაში ხარ, სიტყვაზე თქვათ, მით უფრო მადაც გესდება და გესდება. მეტი საკვები გჭირდება. მეტი საკვები გჭირდება და მეტი ენერგია გჭირდება. კარდიოს თუ აკეთებ, უფრო მეტად ვიდრე თქვათ წონებით ვარჯიშობ. სიტყვაზე ვთქვათ, აი დღეში კვირაში ვარჯიშობ 5 დღე. პირობითად. აქედან 3 აკეთებ კარდიო, 2 აკეთებ წონებს. ამ შემთხვევაშიც მადა გეზრდება, ანუ თუ კარდიოს მეც აკეთებ? ნახე, მანდარი თუ კარდიო მაღალი ინტენსიურია სიტყვაზე, ან ბევრია. რა თქმა უნდა, მეტი ენერგიის დანახარჯია და მაინც ანუ კუნთის მხოლოდ იმაზე არ არის. საკვებს მაინც მოგთხოვს, ხვდები? მაგრამ აქვე ნახე ისიც ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა, ხო მეტი ენერგია ჭირდება.
და ამავდროულად თუ მოწესრიგებული გაკვება, უფრო სწრაფადაც იკლებ ცხიმსაც. ხო, აი რა პრინციპზე მუშაობს ეგ? მეტ ენერგიას ნახე, რაც რომ მეტი კონტონემასა ხო, ანუ მეტ ენერგიას მოითხოვს, ხო? როდესაც ნახე ყველაზე მეტი კალორია სად იხარჯება? არა ვარჯიშის დროს, არამედ დასვენების დროს. როდესაც ეს კუნთები მიდის აღდგენის პროცესში, ორგანიზმი ცდილობს ეს კუნთები აღადგინოს, ხო ხვდები და რაც რომ მეტია მოცულობით, უფრო დიდი პროცესი მიმდინარეობს ხოლმე და უფრო მეტი ძალის მოჭირდება ხოლმე და უფრო მეტი კალორიების წვა მიდის ხოლმე და ესეთი საინტერესო კითხვა გაჟღერდა ადრეს სხვათა შორის, რომ კარდიო ვარჯიშებით უფრო მალე დაიკლებო თუ ძიმე წონებითო. ეგ კითხვა სულ არის მე მგონი. რაც არ უნდა ახსნა, მაინც სულ არის კითხვა. ნახე, თუ საშუალო ინტენსიურ კარდიოს ვაკეთებთ, რაც ცხიმისთვის არის კარგი. საშუალო ინტენსიური კარდიო რას ნიშნავს? ნახე, ბევრი ადამიანი დარბის. ხო. იმის გამო რომ ესე თქვათ წონაში დაიკლოს. სირბილი პირველ რიგში ძალიან ცუდია მუხლებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი წონა გაქვს, ჭარბწონიანი ხარ რა. მაღალ ინტენსიური კარდიოს დროს, როდესაც შენი პულსი ადის 145-ზე ზევით, რაც სირბილის დროს ხდება ხოლმე ძირითადად, მაგ დროს მარტო ცხიმის წვა კი არა, ყველა კარგი რაღაცის დაკარგვა მიდის, რაც ორგანიზმში გვაქვს. ანუ გულისხმობ ელექტროლიტებს მაგალითად? ელექტროლიტები შეიძლება იყოს კონტონი მასა მიდის, იმიტომ რომ მეტი ენერგია გვჭირდება და შეიძლება ცხიმი აღარ გვყოს მაგისათვის, თან ცხიმს ისედაც ორგანიზმი ინახავს ბოლოსკენ და კუნთიდან მიდის უკვე ეგ ენერგია, კუნთი იხარჯება და ამიტომ ყოველთვის ვიზახი ხოლმე საშუალო ინტენსიური კარდიო სიტყვაზე შეიძლება იყოს ეს შემაღლებული ბილიკი, რასაც დავდივართ ხოლმე და იყოს საშუალო ტემპით სიარული და პულსი ვაკონტროლოთ 125-დან 155-მდე. ეს არის ის საშუალო ინტენსიური კარდიო, სადაც იწვის ცხიმი, ესე ვთქვათ, ცხიმი ენერგიის ხარჯვა მიდის და საბოლოო ჯამში მე მიდის ცხიმის წვა, ესე ვთქვათ, ენერგიის ხარჯზე. და არა ის რომ მაგალითად რაღაც თავქუთ მოგლეჟმა ვირბინო 160-180 ქონდეს პულსი და მეგონოს რომ უფრო სწრაფად დაიკლებს სასწორზე, მაგრამ რას იკლებ მანდარი კითხვა. ვლები? ყველაფერს კუნთთან ერთად იკლებ თუ უბრალოდ მიდის ცხიმის წვა, სასიამოვნოთ ესე ვთქვათ, არც ძალიან მშიერი ხარ და თან ესე ვთქვათ კუნთოვან მასას ინარჩუნებ. მოდი დავუბრუნდეთ მაგ კითხვას, ხო? საშუალო ინტენსიური კარდიო უფრო მეტად წვავს ცხიმს, ანუ უფრო მეტად შეგვიძლია ესე ვთქვათ დავწვათ მეტი ცხიმი თუ მძიმე წონების დროს. მე ვიტყოდი რომ მძიმე წონების დროს. საერთოდ მაგათი სანამ გააგრძელებს ცხიმი ხო ჩერიმაც მითხრა და მეც წაკითხული მქონდა რომ ცხიმი ხო საერთოდ იწვევა, ანუ კალორიების წვა მიდის სუნთქვის დროს. ყველაზე მეტი კალორია იწვევა სუნთქვის დროს. ხო და პულსი და აჩქარებული პულსაციის გამო, იმიტომ რაც უფრო მეტი ჩქარი პულსია. მეტ უფრო ჩქარა. უფრო ღრმა და სწრაფი სუნთქვა მიდის რა. კაი, ნახე ხა როგორი რაღაცა. საშუალო კარდიო ინტენსივობის დროს შეიძლება თვითონ პროცესში უფრო მეტი კალორია დაიხარჯოს ვიდრე მძიმე წონებით ვარჯიშის დროს. თუმცა თუ კონტონი მასა ძალიან დიდია, შეიძლება ვარჯიშის დროს უფრო მეტი დაიხარჯოს. მაგრამ როდესაც კარდიო ვარჯიშს ვამთავრებთ, ძირითადად მან მთავრდება ჩვენი კალორიების ხარჯვა ხოლმე. მაგრამ როგორც წინა წეღან ვთქვი, ხო, წეღან ვახსენე. აღდგენ კუნთების აღდგენის დროს ეს კალორიების და ენერგიების ხარჯვა გრძელდება მთელი ღამის მანძილზე და მთელი დღეების მანძილზე, ხო ხვდები? და საბოლოო პერსპექტივაში ის რომ მაგალითად მეწონის კლება მინდა და მარტო კარდიოს ვაკეთებ, სისულელეა. აუცილებელია და ძალიან დიდ როლს თამაშობს მძიმე წონებით ვარჯიში რა. რის მერე ხდება ჩვენი კუნთების აღდგენა. ამიტომ რო შევადაროთ, ადამიანი რომელიც მხოლოდ კარდიოს აკეთებს და დაკლება უნდა. და ადამიანი რომელიც მხოლოდ მძიმე წონებით ვარჯიშობს, მძიმე წონებით რომელიც ვარჯიშობს, ყოველთვის უფრო კარგ ფორმაში იქნება ვიდრე ის მხოლოდ ვინც კარდიოს აკეთებს. ხო, არა და ძალიან დიდი ხანი იყო ეგ, რომ კარდიო უნდა გააკეთო დასაკლავად კარდიო. ხო, ბევრს გონია რა და ძალიან ბევრი ადამიანს მოვა ხოლმე დარბაზში და 2 საათი ბილიკზე დადიან ხოლმე უაზროდ. და იმას საერთოდ არ იყენები, რაც დარბაზში აქვს და დარბაზში რაც არის, ის ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ეს ორივე ერთად რა თქმა უნდა ყველაზე კარგია. შენთვის როგორია იდეალური გადანაწილება, რამდენი დღე ეს კარდიო და რამდენი დღე წონა? აი სიტყვაზე ახლა მე ჩემი მაგალითიდან რომ მოვყვე და ძალიან მარტივად გამოგვივა, ჩემპიონატის ზეჯობით არ მომზადები და მინდა წონის კლება. მე ხა წონის კლებაზე ვარ გადართული ამ ეტაპზე. კიდევ აქ ერთი ძირთად ნახე როგორი რაღაცა ვცდილობ რომ კილოგრამებს არ გავეკიდო. და ყველას მაგას ვეუბნები, რომ არ გაეკიდოთ კილოგრამებს და სასწორს. როგორ გზნობ თავს და როგორ გამოიყურები. ყოველთვის მე მაგას უყურებ ხოლმე და ყველა ჩემს მოსწავლეს მაგას ვეუბნები, რომ შეიძლება ეს სარკე იყოს, შეიძლება ეს ძველი ტანსაცმელი იყოს, რომელიც უფრო კარგად გერგება და უფრო გიხდება. მოდი ამას უყურე და არა იმას სასწორზე რამდენი ხარ, იმიტომ რომ მან ნახე ოდნავ თემინა გადაუხვევ, არ მინდა რომ მე დამავიწყდეს. დამწყებების შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე, ნახე, როდესაც დამწყები ადამიანი დაქამდე არ ვარჯიში, რა თქმა უნდა ვარჯიშიდან გამომდინარე კუნთოვანი მასა ეზრდება. და იმატებ. და წონაში იმატებს. მაგრამ ამავდროულად შეიძლება ზედმეტი ცხიმის ხარჯვას წავიდეს, ხვდები და ეს ორივე ერთმანეთს რო აბალანსებს ხოლმე, შეიძლება წონა იგივე დარჩეს.
და საერთოდ სხვანაირი იყო. და ამიტომ ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეს და ყველასაც რომ მოდი მაინც და მაინც ნუ უყურებ ამ სასწორს ყოველდღე. და უყურე საკუთარ სხეულს როგორ იცვლები, თავს როგორ გზნობ, შენი ვარჯიში როგორ უკეთესდება. იმაზე მეტი შეგეძლია ვიდრე აქამდე შეგეძლო. ეგ არის პროგრესი. ხვდები? და არა მარტო აი დღეს 61 ეწერა და ხოლ 60 კილო ვარ უკვე რა, აი არ ვიყოთ მარტო მაგაზე. რაც შეეხება გადანაწილებას. თუ წონაში ვიკლებ სიტყვაზე, უცილობო კალორიულ დეფიციტი შევიქმნა, ესე ვთქვათ. კვირაში 3 დღე არის მძიმე ვარჯიში. მძიმე ვარჯიშის შემდეგ შეიძლება იყოს 9 საათიანი კარდიო და პლუს თუ ეს ყველაფერი არ მყოფნის და როგორც წინაზე ვახსენე, საკვებს არ დავაყოთ, მაგრამ ინტენსივობას მოვუმატო, ვამატებ კიდევ 2 დღეს, სადაც ვაკეთებ მხოლოდ კარდიო ვარჯიშებს. ოკეი. ხვდები? იმიტომ რომ მძიმე ვარჯიშები ძალიან საყურადღებოა, რომ ანუ არ მოხდეს გადამეტებულად, იმიტომ რომ კუნთებს აღდგენა და დასვენება ჭირდება. და კარდიოს შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ თავს მივცეთ იმის უფლება, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. ამიტომ ჯერ დავიწყოთ კვირაში 3 დღიანი ვარჯიშით. მძიმე წონების შემდეგ მოდი იყოს 9 საათიანი კარდიო, იმიტომ რომ მძიმე წონების დროს ხო ვარჯიშის დროს ისაც ხარჯავთ ელექტროლიტის ენერგიას და კიდე აქ რომ ეხა ეს საათიანი კარდიო დავდგე და საათ ნახევარი ვერ უკვე ძალიან ბევრი იქნება და ძალიან გადამეტებული იქნება. თუ მაგათად მანდ ჩიხში მოხვდით და ვეღარ ვიკლებთ, მოდი ის 2 დღე დავამატოთ კარდიო ვარჯიშების და ეგ იქნება ჩვენი ინტენსივობის გაზდაც. თუ წვანში კლება გვინდა. ჩიხში მოხვდი ისევ იმიტომ რომ საკვები ხო აი ვეღარ ვიკლებთ წონაში, რა გავაკეთო, საკვებს ხო არ მოვაკლო, არა, საკვებს არ მოვაკლო. უბრალოდ დამატე ინტენსივ. შეიძლება რომ მაგალითად ინტენსივობის დამატება ითვლებოდეს ფეხით სიარულში რაღაც საღამოს არ ვიცი, რაღაც 2-6 კილომეტრი სიტყვაზე ვიძახი, ფეხით რო ვიარო. შეიძლება ითვლებოდეს? ყველაზე მიზანშეწონილია ესე ვთქვათ, მაინც ის პულსაცია დაუჭიროთ ხოლმე ზოგადად, რასაც ვიძახი, ეს 9 საათიანი თუ იქნება, მაგრამ აი ჩემო მოსწავლემ სიტყვაზე ეხლა დაიწყო ესეთი რაღაც, რომ წონაში ვიკლებთ ჩვენც ახლა კლების პროცესში ვართ და ფეხით დაიწყო მოძრაობა. აი სიტყვაზე მეტროდან დარბაზამდე ავტობუსით მოდიოდა ხოლმე აღარ მოდის. ფეხით გადმოდის, იქიდანაც ფეხით გადადის და სიტყვაზე სახლთან მეტროდან რო ამოვა, აღარ მაინდის რაღაცა ტაქსითან ავტობუსით, ისევ ფეხით მიდის და ამან შედეგი გამოვიღოთ, იმიტომ რომ საერთო ენერგიის ხარჯვა გამოვიდა დღის მანძილზე. და ამას რა თქმა უნდა მეტი კალორია ჭირდება, რომ ეს ენერგია აღიდგინო. ესეც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ის რომ მაგათად მარტო ვისეირნო და რაღაცა მაგის იმედზე ვიყო, თლად შეიძლება რაღაცა ისეთი ძალიან ეფექტური არ იყოს. და აქვე არ დამოუწდეს, მინდა ნახე რა ვთქვა კიდე. არავის არ ეგონოს, რომ კარდიო ვარჯიშები მარტო ცხიმისთვისთვის არის. ვისაც კუნთის მომატება უნდა, მისთვისაც ძალიან აუცილებელი კარდიო ვარჯიშები. აი მოდი ჩვენ თქვით მადას შევეხეთ, ხო, აი მადის გახსნას. მოდი იმ ადამიანებსაც ვთქვათ, ვისაც მადა არ აქვს, რა უნდა გააკეთონ. ხო. პირველი არის კარდიო ვარჯიშები. იმისოდეს მადა გაგეხსნას. აი სიტუაცია წონაში მომატება გინდა. და აი მადა არ გაქვს ვერ ჭამ ესე თქვა, აი მყოლია მე ეგეთი მოსწავლეები, აი ვერ ჭამ და რა გავაკეთო, ანუ ვერაფერს ვერ ვაკეთებ. იმიტომ რომ ინტენსივობა გაკლია. ენერგიის ხარჯვა გაკლია. პულსაციის გაზრდას. ხო, ხარჯვა, ანუ დღიური ენერგია იმდენი გაქვს, რომ ანუ საკვები აღარ ჭირდება ესე თქვა რა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მომატების დროსაც ეს კარდიო ვარჯიში რა, არ არის მარტო იმისათვის, აი ცხიმი დავწვა და კარდიო გავაკეთო. ისეთი იმდენად მაგარი რაღაცაა, ხვდები, ანუ გულის მუშაობისთვის ძალიან კარგია, უფრო მეტი გამძლეობა გაქვს, მე უფრო მეტი გამძლეობა გაქვს, უფრო ხარისხიანია შენი წონებზე ვარჯიშიც. ანუ იმდენად მაგარი რაღაცაა, რომ არ მინდა ესე იყოს დაყოფილი რა, რომ აი ვინც იკლებს იმან გააკეთოს კარდიო და ვინც იმატებს იმან არ გააკეთოს, ანუ ორივესთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მომწონს შენი მიდგომა, გულწრფელად გეტყვი პირდაპირ, იმიტომ რომ ბევრი ჯერ გამიგია, რომ აი კარდიოს ცოტა ყურადღებას არ აქცევენ მწვრთნელები და თვლიან, აი ვინც წონებზე ვარჯიშობს, თვლიან, რომ კარდიო ისეთი მნიშვნელოვანი არ არის. ხო, აი იმაც კი მოდის ხოლმე, რომ აუ დადიხარ შენ ბილიკზე, აი რა შუაშია, შენ რო არ დადიხარ, ეგ არის ცუდი. ხო და ძალიან მომწონს ეგ მიდგომა. აი ხა სიმართლე რო გითხრა, კიდე პლუს რატო მომწონს, იცი? ჩემი სხეულისთვის კარდიო უფრო მისაღები გახდა. ანუ მე ჩემს სხეულს უფრო მოსწონს კარდიოს კეთება, მოკლედ გულწრფელად რო გითხრა რა. ხო, იმიტომ რომ სავარაუდოდ ისედაც მოუსვენარი ადამიანი ვარ, ერთგულს ვერ ვისვენებ და აი ეს მოძრაობაში ყოფნა ალბათ აი ერთობა მაქვს დროს და იქ სხვა დაკვირვება მინდის და მაგისთვის ცოტა მეტი ის უნდა დაატანოს რა, ტვინი და მაგიტომ მე მომწონს და საინტერესო. ხო, იცი არის ძალიან ცუდია რომ დღევანდელი როგორ გითხრა რა, კარგად თუ დააკვირდე, აი ეს თქო დაკუნთული ტიპი ყოველთვის არ ნიშნავს ხოლმე რომ იცის, ხო ხტები. იმიტომ რომ ეს დაკუნთული ტიპები
რა მე ზოგადად ძალიან ღიად მიყვარს ხოლმე საუბარი რა და რაღაც არცი დაგუძული ტიპს არ გეწყინოთ შენ არ ვიცი თუ გინდა დამალე მე მაგრამ მე ძალიან ესე თქვა ღიად მიყვარს ხოლმე საუბარი და ნებისმიერ თემაზე შემიძლია ვილაპარაკო განსაკუთრებით როცა ჯანმრთელობას ეხება ეს ბევრი დაკუნთული ტიპი იმიტოა დაკუნთული რომ იღებენ ისეთ პრეპარატებს რაც ესე ვთქვათ, აი, რაც ჩვეულებრივ ოლიმპიურ სახეებში არის ხოლმე, ძირითადად დოპინგზე ვარდება ხოლმე რა. სიტყვაზე შეიძლება იყოს სინთეტიკური ტესტოსტერონი და ასე შემდეგ. პრეპარატები, რომლებიც ესე ვთქვათ, შენ აღდგენითი პროცესს აჩქარებს 5-ჯერ, 10-ჯერ მეტად, ხვდები? და ხდება ესე ვთქვათ, ფორმის უფრო სწრაფად მოყვანა და უფრო არარეალურ შედეგებამდე გასვლა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში რაღაცა გარკვეულები არიან. ანუ ადამიანი, რომელიც გეუბნება კარდიო არ გააკეთო, პირდაპირ გეუბნება იმას, რომ ანუ შეიძლება აზრზე არ იყოს საერთოდ რას იცახის, ხო? და ეს დაკუნთული ტიპები ძალიან ცუდია რომ ესე ვთქვათ ძალიან ცუდ რაღაცას ეწევიან ესე ვთქვათ ეგრე გამოდის იმიტომ რომ ადამიანი პირველ რიგში შენი სხეულიდან და რაც გაქვს შედეგი იქიდან იღებს მაგალითს რომ აი რადგან შენ ესეთი სხეული გაქვს თulis რომ შენ გამოცდილი ხარ და ეს ყველაფერი გავლილი გაქვს კი რა თქმა უნდა გამოცდილება აქვს მაგრამ ძალიან ცუდს აკეთებენ ამას რომ აი აუ შენ კარდიოს აკეთებ შენ პრესებს ავარჯიშებ და ეს დაცინვა მოდის ხოლმე რა და რეალურად რაც კი კუნთი არსებობს, ყველა კუნთის ვარჯიში აუცილებელია, განსაკუთრებით მუცლის კუნთებიც, იმიტომ მუცლის კუნთები რო რქონდეს, ფიზიკურად ესეც ვერ გავსწორდებით რა და ძალიან ცუდია ხოლმე რომ ეს დაკუნთული ტიპები ძალიან ცუდ საქმიანობას ეწევიან ხოლმე. ამიტომ კარდიო ვარჯიშებიც აუცილებელია და ყველა კუნთის ვარჯიში აუცილებელია, რაც კი სხეულში გაგვაჩნია. სხვანაირად მაშინ ყველა კუნთს ხო თავისი ფუნქცია აქვს. როა არ იყოს საჭირო, საერთოდ არც გვექნებოდა, ხო ეგრეა. ამიტომ არ ვიცი როგორ გითხრათ, დაკუნთული ტიპებსაც მოусმინეთ ხოლმე, მაგრამ ყველას არ ყველას მაინც და მაინც არა რა. ამიტომ ვიძახი რომ ძალიან რთულია. დღეს ფიტნესში გაერკვე რა გააკეთო, რა გზას დაადგე, იმიტომ რომ ყველგან განსხვავებული აზრი გესმის. სადღაც მიხვალ ვიღაც რაღაცას გეტყვის, სადღაც მიხვალ ვიღაც რაღაცას გეტყვის, სადღაც დიეტოლოგი კიდე სხვა რაღაცას გეტყვის და მიდი და გაიგე, ხა? რა გააკეთო? კი. ხო და იცი რა მაინტერესებს ეხლა ნახე ერთი ეხლა გამახსენა ძალიან სასაცილო მომენტი იყო ჩერი როცა იყო ჩემთან რაღაცას ვარჯიშის ტიპებზე ვლაპარაკობდით და ერთ-ერთი აი კარდიოზე მასზე წონებდა და რაღაცას და ერთი იყო რომ ჩერი იძახდა რომ ქალს ქვედა ტანის ამტანობა უფრო მეტი აქვს ვიდრე კაცს და კაცი მაგალითად ფეხის დღეს უფრო იღლება და გამოდის დროიდან განადგურებული ვიდრე ქალი. უკეთ ეს ამონარიდი ეს მისი ეს ნათქვამი ამოვჭერე და რილსად გავუშვი. იქ კაცებისგან კომენტარები წამოვიდა და მოხდა, ნუ აი ვერ გეტყვი და ერთ-ერთი იყო. რა მოდი აბა თუ იღლებიო და რაღაც ეგეთი რაღაცები. ეგრევე გვიფიქრე, მაშინ ვერ გვიფიქრე რომ ეგეთი. ხო და ეხა მე ერთ-ერთი კომენტარი იყო რომ მოიყვანა ვინმე კაცი და ისაუბროს მაგ თემაზე და ეხლა როგორც შენ კაცი მითხარი აი ეგ რანაირად. განსხვავებები. ხო, ნახე როგორი რაღაცა პირველ რიგში რა შევეხები. ქალები როდესაც მოდიან, ხო? განსაკუთრებით და ჩემ მოსწავლეებიც ყოლია მე გოგოები. ყველას უნდა ხოლმე ძირითადად ქვედა ტანზე მუშაობა და ყველას ეშინია რომ რაღაცა ზევით არ გაიზარდონ რა ხო ხვდები. ანუ ჩემი რაც ახსენა კი ზუსტად ეგრეა რომ ორსულობის დროს რაღაცა ქვედა სხეული უფრო ძლიერი უნდა გქონდეს და ამიტომაც ფიზიოლოგიურად ესე ვართ მოწყობილები ესე არის ქალები. ანუ ტანა მართლა მეტი გვაქვს ქალებს. ხო და კაცები პირიქით უფრო ზედა ტანზე უფრო ძლიერები ვართ და ცხოვრებაშიც უფრო გჭირდება გადასაადგილებლად შეიძლება სამსახური იყოს რაღაც ტვირთების ასაწევად და ასე შემდეგ. მაგრამ კიდე მანდ არის ერთი რაღაც, ნახე, ქალებს ძალიან სიამოვნებთ ქვედა ფორმებზე მუშაობა. ანუ გულისხმობები უკანავს. ხო, ჭირდებათ, ხო ხტები, ვიდრე რაღაცა დიდი მხრები გქონდეთ, იმიტომ რომ ყველა ეხა მე ვინც მოსწავლე ყოლია გოგოები, ყველა მაგას მეუბნება, რომ აი ზევით არ დავიკუნთო, ეს კუნთს ხوار გამიზდის და ეს შენარად ხوار ვიქნები, ხო ხტები და საქმე რო ქვედა ტანს ეხება, თავს იკალავენ ვარჯიშით, ანუ დარბაზში შემოგვიოთ რობოტები ვით არიან, ხო ხტები რა და კაცებს არ სიამოვნებთ. ეგეც განაპირობებს რომ შედარებით სუსტი მხარეა ჩვენთვის ფეხები და ძირითადად თუ გენეტიკურად ვიღაც ადამიანი არ არის ამ ხელა ფეხები ძირითადად სუსტი გვაქვს ხოლმე ფეხები კაცებს მაგრამ აქ არის კიდე ეს ფაქტორი რომ აი კაცებს უფრო მეტად სიამოვნებთ ზედატანზე ვარჯიში. ანუ ეხლა შენ ამბობ რომ ვიზუალური მხარე რომელი მოწონს იმას ფსიქოლოგია ძალიან მუშაობს რა. აი ძალიან ფიზიოლოგია ხო არის. ფიზიოლოგიურად კი ეგრე არის. კი მაგრამ ფსიქოლოგიას ემატება ხოლმე. ნახე რაც სიამოვნებს იმას ყოველთვის უფრო კარგად დაკეთებ და უფრო გულიანად დაკეთებ ვიდრე ის რაც დიდად არ გაინტერესებს, ხო ხტები? და კაცების შემთხვევაში არის ხოლმე აი დიდი ხელები მინდა რომ მქონდეს, რომ მაიკაში ესე მიარო, ხო ხტები? და ფეხებს ვინც არ აი ბევრი კაცი ფეხს არ ავარჩევს საერთოდ. არა თუ ის რო უჭირთ, საერთოდ არ აკეთებენ და ერთ-ერთ ვკითხე რა, რომ მეთქი ფეხებს რატო არ ავარჩევ, თქო და არ ჩანსო მაინცო და რა თმინდაო. ვაიმე
ანუ არ უყურებენ როგორც ჯანმრთელობა და უყურებენ როგორც რაღაც ეგეთი რაღაცაა რა და ფიზიოლოგიას თავი განვოთ, რა თქმა უნდა, ეგ პირველი ფაქტორია, რაც ყველაზე მეტად მუშაობს და მეორე ფაქტორია სიამოვნება, რასაც ვაკეთებთ. და ის, რასაც გოგოები აკეთებენ, რომ ქვედატანზე მუშაობენ, იმდენად სიამოვნებთ, რომ შეუძლიათ მთელი დღე აკეთონ, ხო ხტები? და ამავდროულად, რა თქმა უნდა, მე იმდენად მიდის განვითარება ამ ქვედატანზე, რომ მე უფრო ამტანებიც არიან და უფრო გამძლეებიც არიან და ასე შემდეგ. და კაცების შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე, ამ კერდის კუნთებს იმდენი ხანი ავარჩევენ ხოლმე და ხელის კუნთებს სულ მაგას აკეთებენ, რომ იმდენად განვითარებულები აქვთ მე ეს, რომ უფრო ამტანები არიან მაგ ხრივ და ფეხებს იმდენად ან ლაითად აკეთებენ, ან საერთოდ არ აკეთებენ, რომ პლუს ეგეც ემატება, რომ მე განუვითარებელია და უფრო მეტად უჭირთ. გავიგე. ნახტები, აი ესეთი სხვაობებია რა და ამიტომ ბიჭი რომელიც ესე ვთქვათ, დიდად ყურადღებას არ აქცევს ქვედატანს, გოგო ყოველთვის აჯობებს მას ინტენსივობაში. გასაგებია. შეიძლება ხა იმ ხელაწონები ვერ აწიოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კაცის სტრუქტურა ძვალი, კუნთი, რა თქმა უნდა, უფრო მეტია, მაგრამ ზოგადად ფიზიოლოგია კი პირველია, მაგრამ მეორე აი ეს არის რა სიამოვნება, რასაც აკეთებ. რაც პროქსიმოს უფრო მეტად აკეთებ რა. რა თქმა უნდა. იქ ყველაფერს ცხოვრებაში. ხო და ამიტომ ძალიან ცუდია სოთაშორის მინდა ვთქვა კიდე რომ აი ფეხის ვარჯიშის დროს იმდენი პროცესი მიმდინარეობს ჩვენ ორგანიზმში რა რომ აი ერთი მკლავჭიდელი იყო ჩემთან დარბაზში რა და სუწუწუნდებოდა ხოლმე რომ აი გავიჭედეო და აი ვეღარ ვერ წონებს ვეღარ უმატებო ვერ ცხეული აღარ მეცვლებოდა რა გავაკეთო და პირველი ჩემი კითხვა იყო და ფეხებს ავარჯიშებთ ხო და არ ვაკეთებ საერთოდ და მოდი აბა ფეხის ვარჯიში დაიწყე მეთქი ორ თვეში იმ ხელად სულება ქონდა ზედატანზე აი რა ვერ აგიხსე იმიტომ რომ ნახევარი სხეულია ჩვენი ჩათვალე ნახევარ სხეულს არ ავარჯიშებ გექნება 50%-იანი შედეგი ამიტომ ყოველას ვეტყვი ვისაც უნდა ზედატანის განვითარება ავარჯიშეთ ფეხები დიდი მხრები გინდა გქონდეს ავარჯიშე ფეხები. ამ ძალიან აუცილებელია ხო ხტები რა და აი მანდ მინდა ხოლმე რომ აი რამდენია ახლა დღეს ეს დარბაზში რომ წვრილი ფეხები დადიან ხოლმე და ხო ქათმის ფეხები ჯერეთი ვიზუალურად მოდი ანუ ყველაზე უხეშად შესახედავი ჩემს და არაპროპორციული დანია ხო ხტები არა სიმეტრიას თუ თავი გავა არა სიმეტრიას რა თქმა უნდა მაგრამ სიმეტრია უფრო გენეტიკურია ხოლმე ბუნებრივი და არაპროპორციული კიდე შენი კმელებიდან გამომდინარეა რა და ამიტომ ფეხები წელს ქვემოთ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა აი ძალიან ბევრი რაღაცისთვის ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს და ძალიან აუცილებელია ასევე ზედატანის განვითარებისთვის ამიტომ რავი იმედია ვიცი დაიწყებენ და ეგ პრობლემები აღარ გვექნება დაგვიწერეთ კომენტარებში თუ დაიწყებთ კი ბატონო მინდა ბოლოსკენ გადავიდე საკვებ დანამატებზე რამდენად მნიშვნელოვანია საკვები დანამატები რამდენად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და მე კიდე კითხავ გმითხარი ხო ნახე საკვები დანამატები პირველ რიგში მინდა ვიცოდეთ რა რომ საკვები დანამატები არ არის საკვების შემცვლელი პირდაპირ სიტყვა გვეუბნება უბრალოდ თუ სადღაც კვება არ გვაქვს სრულფასოვნად მოწესრიგებული გვეხმარება ამაში საკვები დანამატი ძალიან ბევრი ადამიანს გონია ხოლმე რომ აი სიტყვაზე პროტეინი ხო ის ამინომჟავა რაც ჯობოთ ხორცში საკვებში გვაქვს მცენარეული ცილა იქნება თუ ცხოველური ცილა თუ დანამატს იყიდიან ხოლმე საჭმელს აღარ ჯამენ ესაა სრული სისულელი და არსებობს კიდევ უფრო გამოსადეგი და ნაკლებად გამოსადეგი დანამატებიც მე ნახე ყოველთვის ვიძახი ხოლმე რას რაც შეგიძლია საკვებიდან მიიღო მარტივად მან დაგჭირდება დანამატის მიღება. უნდა მიიღო საკვებიდან, აუცილებლად. ბევრად ხარისხიანი, 100-ჯერ ხარისხიანი იქნება, ახლა ხორცი რო დაგიდონ აქ სიტყვაზე და ფხვნილი პროტეინის, რომელიც გადამუშავებულია 10,000-ჯერ და გამოყვანილია ფხვნილად, ყოველთვის ეს ხორცი ჯობია. პირდაპირ დაიშლება ამინომჟავები და პირდაპირ აიწევს შენი კუნთები. მაგრამ არის ისეთი დანამატები, სიტყვაზე კრეატინი. ნიუტრირება, რომელსაც თავად წარმოქმნის ორგანიზმი, თავადაც წარმოქმნის ორგანიზმი, მაგრამ არ გვაქვს იმ რაოდენობით საკვებში, რა რაოდენობითაც შეიძლება გვჭირდებოდეს. აი აქ უფრო ესე ვთქვათ მივესალმები ამ ყველაფერს რა აი იმიტომ რომ ვერ მივიღებ ხტები ან მაშინ 3-4 კილოს საკონის ხორცი უნდა ჭამოს ადამიანმა რომ ის რა 5-დან 10 გრამამდე კრეატინი მიიღოს ხო ხტები რომ ესე ვთქვათ დაეხმაროს ის ენერგიის აღდგენაში, კუნთების აღდგენაში, ძალა განვითარდეს კი ბატონო ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი დანამატი მე თუ მკითხავთ ეს არის კრეატინი დანამატებიდან რაც კი არსებობს და რაც კი შეუქმნია ადამიანებს ყველაზე გამოკვლეული, ყველაზე დატესტილი დანამატი არის ესე ვთქვათ რა აი მან არის ხომ მეკითხვა რომ აი ქალმაც უნდა მიიღოს კი, რატომაც არა, ძალიან ბევრი, ნახე, ქალსაც ჭირდება, რა თქმა უნდა, იმ რაოდენობით არა, მაგრამ ნახე, იმ რაოდენობით ხორცსაც მაინც ხوبერ შეჭამს რაღაცა. სიტუაცია შეიძლება კაცს 10 გრამი ჭირდებოდეს. ქალს შეიძლება 3 გრამი ჭირდებოდეს. მაგრამ ქალისთვისაც ისევე რთულია 3 გრამის მიღება, როგორც კაცისთვის 10 გრამი საკვებიდან, ხო ხტები? ამიტომ პროტეინის სიტყვაზე ის ცილა, რაც შეგვიძლია ძალიან მარტივად მივიღოთ საკვებიდან მოდი ჯერ საკვებიდან მივიღოთ. მაგრამ ამას მე უფრო კომფორტულ ცილას ვეძახი ხოლმე. რა, ის სიტყვაზე
გადარბენებზე ხარ, სამსახურში ხარ. ეხლა არ არის ხო ხვდები მარტივი რომ წახვიდეს რაღაც სტეიკი შეაწვევინო და რაღაცა ქათამი რაღაცა კონტეინერებით იმოძრავ. ეხლა ყველაზე კაი გამოსავალი მაინც ესე თქვა კონტეინერებით არის ხოლმე სიარული, სადაც არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეხლა მესმის რომ რთულია, ცივია, გემო აღარ აქვს. ნუ გეჩვენია შეიჭი. ისეთი რბილი აღარ არის, ხორცი მაგრდება მე ქათმის ფილეს ზოგადად ქათმის ფილეს ატანა არა, მაგრამ ზოგადად ჩემთვის ზოგადად ქათმის ხორცი არ არის. საერთოდ არ ვთვლი ხორცად. ხო და აქ ძალიან მარტივია პროტეინიდან მიიღო. კი ბატონო, მაგრამ ერთი კვებიდან კაი, მაგრამ მეორე კვებას გაგის და ისევ პროტეინი მიიღე, მესამე კვებიდან გაგის და ისევ ფხვნილი მიიღე. არა. ესე არ გამოდის რა. ამიტომ ესე ვთქვათ, კრეატინი ყველაზე გამოსაგები დამატია, კიდე არის ხოლმე გავრცელებული BCA. ეს არის აი ხო ხვდები გექნება ნანახი ფერადი წყლები. კი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი დანამატი? ნახე მე ხარ რავი მოგითხარ პირდაპირ ლაპარაკობ თორე ძალიან ისე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანამატების კომპანიის სახე ვიყავი ვარ და ესე თქვა რაღაც მაგრამ მოდი ესე დავანაწილებ რამდენად რა უფრო გამოსადეგია რა ესე გავანაწილოთ რა როგორი სახელიც აქვს და როგორც აიტაცა ხალხმა ეგეთ რაღაცას არ აკეთებს ანუ ნახე მინდა რომ სწორი მოლოდინი ქონდეს ხალხს რა და რაღაც დანამატს რო ყიდულობენ რაღაც მაღაზიიდან და იძახიან რომ იცი ამან არ იმუშავა რაღაც სასწაულებს ელოდებიან და სასწაულებს არ აკეთებს ანუ ეგ ვისწავლოთ მოდი ეგ გავითავისოთ რომ სასწაულებს არ მოგცემს და აქედან გამომდინარე გონიათ ხოლმე რომ უხარისხოვაო უხარისხო კი არა უბრალოდ შენ გაქვს ზედმეტი მოლოდინები ვიღაცამ ზედმეტი მოლოდინები ხო შეგიქმნა ხო ხვდები და გონია რომ აი MBC-ს ამ ფერად წყალს თუ დალევ ერთ თვეში რაღაცა ეს კუნთი ამ ხელაზე გაიზრდება მაგრამ ეგრე არ არის არის სამი ძირითადი ამინომჟავა, რომელიც გვეხმარება ესე ვთქვათ ვარჯიშის ხარისხის გაუმჯობესებაში, უფრო მეტი ენერგია გვაქვს, ის დანაკარგი, რასაც ვარჯიშის დროს კარგავთ სიტყვაზე გვინაზღაურებს, მაგრამ მოდი სწორი მოლოდინები შევიქმნათ რა. არ აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც დღეს ხალხში გავრცელებული. ეს ფერადი წყლები, ეს BCA, ძირითადად ამინომჟავები, რაც ყველა დარბაზში ზოგი რა ფერით და ზოგი რა ფერით. ნახე კარგია მაგრამ არააუცილებელი. მოდი ესე დავყოფ რა. და არ გქონდეს რაღაცა ზედმეტი მოლოდინები. მე კიდე მიყავს ხოლმე ფასის შედარება იმასთან ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ გადაიხადეთ იმდენი რამდენსაც იღებთ. ხო ხვდები? აი BCA რო იყოთ ამინომჟავა ხო დაახლოებით ღირს ხოლმე თვიური დოზა რო შეიძინო 70-დან 80 ლარამდე. და ერთი თვე ყველა ვარიანტში ყოფნის ეს დანამატი. არის ხოლმე კიდე როგორი დანამატი? ნახე BCA პლუს რაღაცა ენერგიის BCA ენერგი ესეთი დასახელებით, რომელსაც აქვს ენერგიის სიტყვაზე ცოტა კოფეინი დამატებული, ტაურინი აქვს დამატებული და უფრო მეტ ენერგიასაც გაძლევს ვარჯიშის დროსაც. ესეც ძალიან კარგი დანამატია. და ჩემი აზრით თუ ფინანსებში შეზღუდული ხარ, მაშინ არ ღირს. ხო ხვდები? და ღირს უფრო მნიშვნელოვანი დანამატები მიიღო, როგორც სიტყვაზე არის კრეატინი, ხო? კიდევ რა შეგვიძლია ეგ დანამატების შევყვანოთ? უფრო მნიშვნელოვანი იძახი, ხო? სიტყვაზე არის ესეთი ამინომჟავები, ხორცის ამინომჟავები, საქონლის ხორცის ამინომჟავები, რომელიც ტაბლეტების სახით არის გამოყვანილი, ესეთი ყავისფერი ტაბლეტებია ხოლმე, ინგლისურად ვთქვათ beef aminos ეძახიან. ესეც ძალიან საჭირო და კარგი დანამატი არის. აი, მე რო არჩევანი მქონდეს, აი ეს BCA ავიღო. ეს ამინომჟავები, რომელიც წყალში იხსნება, ეს ფერადი წყლები რა, ეს ავიღო თუ ეს ხორცის ამინომჟავა, ხორცის ამინომჟავას ავიღებდი, უფრო ავირჩევდი. და ბევრად მეტი სარგებელი მაქვს რა, ანუ უფრო ხარისხიანი ამინომჟავები შეიცავს, უფრო ათვისება უფრო კარგად მოხდება ორგანიზმში და ესე ვთქვათ, ნუ შედეგზე რა თქმა უნდა აისახება მე და კრეატინს თავი დავანებოთ, კიდე არის ხოლმე კარგი ვიტამინი, ზოგადად ყოველს ძალიან ბევრ ადამიანს ვიტამინები ავიწყდებათ ხოლმე რა, აი რაც სიტყვაზე აფთიაქებში იყიდება სიტყვაზე ხო? მულტივიტამინები. მულტივიტამინები შეიძლება იყოს ეს ვიტამინების კრებული იყოს რა. ხო, ისე აი ამ იმაზე შეგიძლია რამე მითხრა კარინტინზე კარნიტინი. ხო, რაზეც გვაქვს ფასდაკლება არ დაგავიწყოთ. ხო, ესეც ამინომჟავაა, რომელიც საკმაოდ კარგ როლს თამაშობს ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლასა საჩქარებს და ძირითადად კლების დროს იყენებენ ხოლმე და ნახე, მოდი ვთქვათ, ეხლა ძალიან კარგ რაღაცას ვიტყვი, ნახე, ესეთ რაღაცას. ძალიან ბევრს აინტერესებს ხოლმე, რითი დავიწყო. რა დანამატი გამოვიყენო, როდესაც წონას ვიკლებ. თუმცა მან ნახე ძალიან ბევრი ცხიმის წველი გვაქვს. ზოგს ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინი აქვს და ზოგი საერთოდ ცუდად ხდება. ამ საკვები დანამატების მიღებით. ესე თქვა, ზოგს ძალიან დიდი რაოდენობით ჭარბად კოფეინი აქვს, ზოგს ახლა ცუდი რეაქცია აქვს ამ კოფეინზე. L-კარნიტინი არის ის სტანდარტი შემუშავებული, რაც არის სრულიად უსაფრთხო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს, განსაკუთრებით დამწყებ ადამიანებს და ვისაც ცხიმის, ესე თქვა, კლება უნდა და წონაში დაკლება უნდა, ძალიან კარგი დანამატია. მინიმუმ დავიწყოთ, მაგრამ იმდენად კარგი შედეგი აქვს ხოლმე
სხვა რა უნდა მიიღო, არ ვიცი. ნუ არის ხოლმე რა თქმა უნდა უფრო ძლიერი ცხიმის წველებიც ესე ვთქვათ რა, რომელიც ზოგი თერმოგენულია, ზოგი ტემპერატურას წევს ორგანიზმში, მაგრამ ხო, ამაზე უბრალოდ ეხა სანამ შენ მოხვიდე დიმეცინასთან ჩავწერე ამ ამაზე L-კარნიტინზე, ხო სწორად ამბობ რო ფასდაკლებას თავაზობ ჩვენს მაყურებელს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დადებითი თვისება ქონდა გარდა იმისა, რომ ცხიმის წვას უწყობს ხელს, აი რაღაცა იქ ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას უწყობს ხელს. სიცოცხლის მოქცევის არის ძალიან კარგი, სიცოცხლის ქოლესტერინის დასარეგულირება და არის ძალიან კარგი. ძალიან კარგი ამინომჟავა რეალურად და მე მაგალითად წონის კლება არ მინდა. ვაპირებ რომ შევიძინო იმდენი ბენეფიტური რაღაც. აი მარტო წონისწლებისთვის არა, საერთო ენერგიისთვის ხო ხვდები ხა ორგანიზმში რაც უფრო კარგად მიმდინარეობს ყველა ეს პროცესები რაც ზოგადად გაგვაჩნია, ბევრად კარგადაც გრძნობ თავს, ხო და ეს მგრძნობელობის დონეზეც რო ავიღოთ, ნახე პირდაპირ იგრძნობ რომ რაღაცას იღებ უკვე. და მართლა ძალიან კარგი დანამატია და განსაკუთრებით აი დამწყებებს ურჩევ ხოლმე რომ აი თუ არ იცით რითი დაიწყოთ, ძალიან კარგი დანამატია, მოდი L-კარნიტინით დაიწყე. ხო ხვდები? და ესე ვთქვათ, ხო, ძალიან ბევრი რაღაცას გაძლევს რა, აი გულის ჯანმრთელობა, სიცოცხლის ქოლესტერინის დონე, რა ვიცი. ხო რა, ძალიან ისეთი ბევრი დადებითი თვისება აქვს, რომ შეიძლება წონას არ იკლებდე, მაგრამ მაინც მიიღო და მაინც ესე ვთქვათ, გრძნობის დონეზეც იგრძნო. რომ მართლა რაღაც კარგი დანამატს იღებ რა. აი და ერთი კითხვა მაქვს ხა ეგ მგონია რომ ბევრს ექნება პროტეინ დამატებულ პროტეინს იყიდულობენ, ანუ მაგალითად მცენარეული პროტეინი თუ ცხოველური პროტეინი. ანუ მე მან ცოტა შორს ვარ, როგორ არის ამ ფხუნილის სახით როცა იყიდება. არის მცენარეული და ცხოველური? ვეგანური დანამატები. ხო და რომელი არის უკეთესი თუ არ დარდება ეგრე? ნახე ეგ სულ ჯგუფი და მთელი დავამიდის ვეგანებს და ხორცშჭამელებს შორის მე ვარ ვეგეტარიანელი. ხო, ვეგეტარიანელებიც ხო. ვეგეტარიანელები ხო ცხიმის ნაწარმს იღებენ მაინც და ცხიმის კი არა და ძის ნაწარმს და იქიდან მაინც ბევრი ცილის ათვისება შეიძლება, მაგრამ ვეგანებს ძალიან შეზღუდული აქვს ეს რაციონი ხოლმე და ძირითადად ვეგანი, ესე თქვა, შეიძლება სპორტსმენი იყოს, ეგ ან შეიძლება უბრალოდ მოვარი შეიყოს, იღებენ ხოლმე ვეგანურ პროტეინებს რა. ხო. მცენარეული და ცხოველური ცილის შორის რა განსხვავებაც არის? ცხოველურ ცილაში ყოველთვის მეტი ამინომჟავაა ვიდრე მცენარეულ ცილაში ხოლმე და რამდენიმე მეტია. მაგრამ იცი როგორ რაღაცაა? არ არის რაღაც კატასტროფული სხვაობა როგორც ჩხუბენ ხოლმე ერთმანეთში რა. არ არის ეგეთი რაღაცა რომ აი ჩვენ რადგან ხორცს ვჭამთ თქვენზე ბევრად ჯანმრთელები ვართ და ზოგადად პირიქით ვეგეტარიანელები ბევრად ჯანმრთელები არიან ვიდრე ხორცის მჭამელები ზოგადად. ეგრეა ხოლმე. იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი ნაწლავები და ზოგადად ორგანიზმი არ არის მაგისთვის მოწყობილი რომ რაღაც ცხოველური ნაწარმი ესე თქვა ამდენი რაოდენობის ხორცი გადავამუშაოთ. და მე ყოველთვის ასე ვძახი ხოლმე იცი რომ აი მეთქი რომ დავამთავრებ თქო კარიერას მინდა რომ ვეგეტარიანელი გავხდე თქო რა. იმიტომ რომ ეხა გინდა თუ არა სპორტისადმი მხილასი ყოველი მაქვს რომ მაინც მიწევს ცხოველური ცილის მიღება, იმიტომ რომ პირდაპირ კონკურენციაში ვარ სხვა ადამიანებთან და პროსტა ფიზიკურად სხვანაირად არ გამოდის. ხო, მინახავს ბოდიბილდერები, რომლებიც ვეგანები არიან, მაშინ საოცარ ფორმაში არიან. კი, ამიტომ იცი არის ის რომ მაგალითად ძალიან დიდი სხვაობაა და აი თუ მცენარეულ ცილაზე ვარ ფორმაში ვერ მოვალ და ის ცხოველური ძალიან გამასწრე ესეთი რაღაც დიდი სხვაობა. ხო, მაგ უბრალოდ არის, როდესაც ხდები ვეგეტარიანი თუ ვეგანი, ბევრად მეტი კალკულაცია გიწევს საკვებთან. ხო, აი ეგ შემოდის შენ ცხოვრებაში და შეიძლება მაგიტომ რაღაც დროსაც მეტი ფინანსი გჭირდებოდეს, რომ ეგ ყველაფერი ქონდეს სტაბილურად რა. კი, მაგრამ ჩემთვის მაგალითად პირადად ვეგანებზე არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ ვეგეტარიანელები ყველაზე ჯანმრთელი ხალხი არიან საერთოდ. მე ესე მგონია რა, იმიტომ რომ ზუსტად იმ საკვებს ვიღებთ, რაც რითვისაც არის ჩვენი ორგანიზმი შექმნილი და ჩვენი ნაწლავები. ხო, ნუ იდეაში ამბობენ რომ რძის პროდუქტიც არ არის ის საკვები, რომელსაც ვინელებთ, აი ყველაზე ახლოს მაგალითად ანუ ძროხის რძე მაგალითად. ყველაზე ახლოს თხის რძე არის დედის რძესთან ახლოს და ეგ ჩვენი ორგანიზმის კიდე მარტივია. ეს დიდი განსხვავებები რო ავიღოთ, ხო. მაგრამ საერთოდ არ არის ჯანმრთელობა ამდენი ხორცის ჭამა, რასაც სპორტსმენები ჭამენ. საერთოდ ამდენი ჭამა არ არის ჯანმრთელობა ჩემი აზრით. ხო და აი ეგ ეხა ნახე ეგ მაინტერესებს შენგან. არის მიღებული რომ დღეში 3 ჯერ პროპორციულად უნდა ჭამო რომ რაღაცა შენ როგორ ვთვლი რა არის? მე მაგალითად იმ ადამიანების რიცხვს მივაკუთვნები, რომლებიც თვლიან რომ დღეში ერთხელ ჭამած, დაბალანსებული თეფშიც, ოკეია, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არ არის მიჩვეული ამდენ, ნუ ბიოლოგია რაღაცა ისტორიულად არ მოგვწევს ამდენი ჭამის უნარი და კი, ზუსტად ეს სოციალიზმი. ხო და აი როგორ ჩვენ წინაპრებს რო გადავხედოთ
ძალიან ძველ ხანაში, როცა ჯერ კიდე ნადირობდნენ და არაფერი არ არსებობდა საერთოდ და ხანდახან 3 დღე, 4 დღეც კი მშივრები იყვნენ ხოლმე. ნახე, საერთოდ არ ჭირდებოდათ მაგ დროს მით უმეტეს არ შეეძლოთ 4 და 5 ჯირად იკვებები რა. ეს 5 ჯირად იკვებები უფრო არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ესე ვთქვათ, დიდი რაოდენობით, დიდი მოცულობით კალორიები აქვს დღის მანძილზე. აი სიტყვაზე ბოდიბილდერები შეიძლება ავიღოთ. შეიძლება მძიმეწონოსანი სპორტსმენები ავიღოთ. იმ ადამიანებს უფრო ხანგრძლივი და ესე ვთქვათ, დიდი მენიუ აქვს. ესე ვთქვათ 4 ჯირადი 5 ჯირადი კვებები დაყოფილი იმიტომ რომ უფრო მეტი უნდა მიიღონ დღის მანძილზე ხო ხტები? აი ერთ ჩავამატებ ძალიან საინტერესო არის რომ აი ჩაი რომ მყავდა მე მყავდა ლუკა ნაჭყევია რომელთანაც ან ჩემ თქვა რომ იმიტომ რომ როცა კალორიაჟი გაქვს მაღალი უნდა გადაანაწილო რომ ეს შეივსო რა და ერთ თებში ვერ შეავსებო იმ ხელა 2000 კალორიას ერთ თებში და ნუ აი მოცულობით ნამერე ლუკას ვკითხე ეგეთი რაღაც მაქსიმალიზებული ლუკამ თქვა რა თქვა ვერ შეავსებო ორი ნაჭერი სულგუნი რომ დაიდო უკვე 500 კალორიაო და ნუ ასე შემდეგ და ეხლა ძალიან საინტერესო თემა არის მან რომ აი შენ რო ახსენე ნახე სუფთა კალორიაჟი რა რას რეალურად მჭირდება და ეგ აგვიხსენი რომ კარგად გვესმოდეს რა აი ერთ თებში და ორი სნიკერში წეღა როგორც მოყევიდა ხო აი ნახე კი ლუკამ მართალი თქვა თუ მარტო კალორიებს დავითვლით მაგ შემთხვევაში როგორც მე ვთქვი ნახე მაგრამ ჩვენი მიზანი რა არის მაგას აგდინ შოვა თუ ჩვენი მიზანი სხეულის კორექცია სიტყვაზე და ფორმაში მოსვლა არის ის სულგუნი მე არაფერს არ მომცემს ხო ხტები სამაგისოს რომ ჩემი სხეული იქ მივიყვანო სადამდეც მინდა იმ კალორიებს მივიღებ კი ბატონო მაგრამ მაინც იქ მივდივარ საიდან ვიღებ ხტები ამ კალორიებს იმ სულგუნში ძირითადად რა ხდება ხო აი დიდი რაოდენობით ცხიმი არის ანუ ძის ნაწარმია მცილებიც აქვს კი ბატონო მაგრამ 2200 კალორია რო სულგუნიდან მივიღო და მივიღო სრულფასოვანი კვებიდან სადაც სილაც იმიდან ცხიმის და ნახშირ წყალიც არის რა თქმა უნდა აქეთ ხარ მაინც ჯობია ამიტომ ხო რა მაინც ესე ვთქვათ კი ბატონო თუ ესე ვთქვათ შენი მიზანია რომ უბრალოდ ამ კალორიაში ჩაეტიო და სხვა მიზანი არაფერი არ გაგაშნია ამაზე ხარ მარტო კი ბატონო ჭამე ეგ ორი ნაჭერი სულგუნი თუ ის ორი სნიკერსი არ არის პრობლემა მაგრამ ის რომ მაგალითად შენი სხეული გინდა რომ სრულყოფილამდე აიყვანო და რაღაც მართლა რაღაცა ქანდაკებას აქვს და ესე მართლა ისე დონეზე აიყვანო რომ მართლა ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ძალიან ხსიაუნებს და ამაყობდე შენი თავით მაშინ ცოტა განსხვავებული მენიუ დაგჭირდება ხო ხო მაგ კუთხით ვიზახი რა ამიტომ კაი და ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ ესე ვთქვათ რაოდენობებს ხო გეთანხმები მაგაში რომ შეიძლება სრულიად მისაღები იყოს დღეში ერთჯერად იკვება მაგრამ ეხლა თუ ისეთი დატვირთვა გაქვს ვარჯიშიდან გამომდინარე იმდენად შეგვაწუხებს შიმშილი და მაინც ენერგიის აღდგენა დაგჭირდება რომ ჩემი აზრით სტანდარტულად მაინც ურჩევ ხოლმე დღეში 3ჯერად იკვება ყველაზე ისეთი ნორმალურია ხოლმე აი 4-იც კი ჩემი აზრით ბევრი არის ხო ხტები და ზედმეტი შეიძლება ვარჯიშის შემდეგ და საღამოს რაღაცა დროს ხო და ნახე შეიძლება ხემსი იყოს შუაში კი ბევრი ნახე იქ მინდა იმას მითემოს მინდა კიდე შევეხო უზმოზე ვარჯიში და ხო ეს დამავიწყდა რომ მეკითხა მე გამახსენდა უზმოზე ვარჯიში ამდენად ეფექტური უზმოზე ვარჯიში რა ჯობია უზმოზე მძიმეწონებითი ვარჯიშოთ თუ უბრალოდ კარდიო გავაკეთოთ თუ მაგალითად არანაირი გამოსვლება არ გვაქვს და დამწყები ადამიანები ვართ მაინც ჯობია ხოლმე რაღაცა კვები მინიმუმ მაინც რაღაცა კონდეს ენერგიისთვის მიღებული ესე ვთქვათ მაგრამ როდესაც რაღაც პერიოდი გადის და შენი ორგანიზმი დატვირთვას ეჩვევა მძიმეწონებით ვარჯიშიც კი უზმოზე არის ძალიან ეფექტური იმიტომ ნახე როდესაც ჩვენ ჭამთ ხო ეს მთელი პროცესები ეს ენერგია მიდის იქ რო საკვები გადამუშავდეს ეს სისხლის მაგალითად კუჭში მიდის და ვარჯიშისთვის აღარ გრჩება ის ენერგია რაც ვარჯიშზე უნდა გქონოდა აქედან გამომდინარე როდესაც უზმოზე ვარჯიშობთ მთელი ჩვენი ენერგია რაც ესე ვთქვათ ძილის მანძილზე გამომიმუშავეთ აღვიდგინეთ რაღაცა დახარჯული ენერგიები მიდის პირდაპირ ვარჯიშზე უკეთესი მგრძნობელობა გვაქვს უკეთესი ენერგია გვაქვს და უკეთესი ესე ვთქვათ აი ეს შეშუპება ოღონდ კარგი გაგებით ესე ვთქვათ სისხლის რაოდენობა უფრო მეტი გვაქვს ხოლმე ოღონდ აქ დაამატე აუცილებლად რომ ეხლა არ წავიდნენ მაყურებლები და თავი არ წაიქციონ ამას ვიძახი ნახე რა შემთხვევაში თუ რაღაცა სიტუაცია შეიძლება უკვე ერთწლიანი სტაჟი გვაქვს ვარჯიშის უკვე კარგად განვითარებული კუნთები გვაქვს ჩვენი ორგანიზმის დატვირთვას მიჩვეულია მოდი ერთი წელი ავიღოთ სიტყვაზე მე ერთი წელი ის დრო უკვე სადაც უკვე კარგად განვითარებული ხარ კუნთებიც კარგად არის ჩამოყალიბებული ენერგიაც კარგად გამომუშავდება უკვე აღდგენის პროცესების შემდეგ და ეხლა მე მაგალითად სულ უზმოზე ვარჯიშობ მაგრამ ნუ ვარჯიშობ უკვე 14 წელია რა და ბევრად ეფექტურია ვიდრე ნაჭამზე ვარჯიში აი ხო გქონია ხოლმე რომ აი სიმძიმე ჭამ თუ არა და ეს ხარ აი სადღაც მიდიხარ და მაგდროს აი როგორ გინდა ივარჯიშო კიდე ხო სიმძიმე გაგახა ჩემთვისაც მაგალითად დილით ვარჯიში ბევრად უფრო სასიამოვნო ვიდრე საღამოს ვიდრე საღამოს აი დამძიმებულია კი ბევრად მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა ეხლა თუ საღამოს ვარჯიშობ არ ვიძახი რომ საღამომდე არაფერი არ ჭამო და ივარჯიშო მე ვიძახი იმ ადამიანებზე რომლებიც დილით ვარჯიშობენ ზოგი დილის 7 საათზე ვარჯიშობს ზოგი დილის 8 საათზე ვარჯიშობს ხო შენ დილით ვარჯიშობ მე წავს ახლა მოსწავლე რომელიც
ოღონდ მას უკვე კარგი სტაჟი აქვს, ესე ვთქვათ, კულტების კარგად გამომთავრდა. დილის 7 საათზე ვარჯიშობ თქო, წარმოგიდგენ, დილის 7 საათზე ვიწყებთ ვარჯიშს. საკვები რომ მიიღოს. ნახე, საკვებიდან ეს საათი-საათნახევარი მინიმუმ მაინც უნდა იყოს გასული, რომ შენ ნორმალურად ვარჯიში შეძლო რა, ნორმალურად. ენერგია გქონდეს, ცოტა გამოფხიზდე 5 საათზე. და მესვავს? დანამატებს? და ვარჯიშამდე 7 საათზე რომ მოდის. ანუ არასდროს არ სვავდა? აი რას გულს ხო კოფეინს გულს ხო ხო აი თუნდაც კოფეინს გულს ხო რაღაცა კოფეინს არის კარგი უზმოზე კოფეინს მიღება ესე რომ დავფიქრეთ მაგრამ ბევრისთვის ბევრი იმდენად მიჯაჭვულია რომ მიზერაში აი მართლა აი რავი მე მყავს მოსწავლეები აი რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოსო არ შემიძლია დილით რაღაცა ყავა არ დავლიო ესე ვთქვათ რა და არა ეს კონკრეტულად ეს ადამიანი არაფერს არ სვავს საერთოდ უბრალოდ დილით ასე წაკეთებს ეს არის წყლის მიღება ვარჯიშის წინ დაახლოებით 9 ლიტრი წყალს სვავს პირდაპირ რომ არ მოხდეს გაუწყლოება ვარჯიშის დროს სიტყვაზე ხანდახან ვერს ოთხოლმე იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც სითხეს კარგავთ და ვარჯიშის წინ კარგია ხოლმე ესე ვთქვათ ბიჭების შემთხვევაში 500 მილილიტრი ესე ვთქვათ წყალი მივიღოთ პირდაპირ ერთ მიღებაზე ანუ მოყუდებათ რო ეძახიან ხო ნუ ეხა ისე არა რომ დავიხსნით მაგალითად ნუ ნელ-ნელა 10-15 წუთის მანძილზე 9 ლიტრი წყალი მივიღოთ რომ ვარჯიშის დროს ესე ვთქვათ რეზერვი გქონდეს ხალხების შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა უფრო ნაკლები იყოს ესე ვთქვათ 300 მილილიტრი იყოს ამიტომ თუ შენ გამოცდილი ხარ და უკვე სტაჟიანი ხარ უზმოზე ვარჯიში ძალიან ეფექტურია ამას ბევრი პროფესიონალი და ძალიან ისეთი ადამიანებიც კი იძახიან მართლა ამ სფეროში გურუები რო არიან რა რომ უზმოზე ვარჯიში ძალიან მაგარია მართლა. ოღონდ ისე არა, აი ხვალ დაიწყოს ვიღაცა ვარჯიში და წავიდეს ეგრევე უზმოზე. ხო, ეს ძალიან ის არის, რა ქვია. საფასურისგებლო ხო რაღაცა არის და ამიტომ თუ რაღაც უკვე სტაჟი გვაქვს მინიმუმ 6 თვიანი, მოდი ვცადოთ. ამ პრობლემა არ იქნება. ამიტომ უზმოზე ვარჯიში საკმაოდ ეფექტურია ესე ვთქვათ რა. და სწორად გავაკეთებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. ძალიან სიამოვნებელს ხოლმე ნახე ამ თემაზე ლაპარაკი და განსაკუთრებით იმიტომ რომ არ მინდა ხოლმე ეს არასწორი ინფორმაციება იტრიალოს რა, აი არასწორი ადამიანების დამსახურებით და სულცილობ ხოლმე რომ აი შეიძლება TikTok-ზე იყოს ეს Instagram-ზე იყოს რომ აი რაღაც კითხოს რომ ისვან ყველანაირად ვცდილობ რომ ყველას რაღაც პასუხი გავცე და რაც ვიცი მართლა რაც გამომივლია და რაც გამიგია და რაც მისწავლია და რაღაცა რაც პრაქტიკაში გვინახია და დამტკიცებული გვაქვს ყველას გავუზიარო ხოლმე და პირიქით მადლობა რომ ამ პროექტის ესე ვთქვათ პოდკასტების საშუალებით მომეცა ესე ვთქვათ დრო რომ ეს ყველაფერი მეთქვა და პირიქით მადლობა მოწვევისთვის ძალიან საინტერესო იყო და ჩემგან დიდი მადლობა ხო თუ იმეს ერთ ადამიანს მაინც რამით დავეხმარები აუცილებლად ეს იქნება ჩემთვის мотиваცია და მეტი არაფერი რა აუცილებლად დაეხმარები ბევრი ადამიანი გვიყურებს ზოგადად პოდკასტ არისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყოველთვის და ხო რაღაცა ის სულ ხო მოდაში შემოდის რაღაცა გადადის ხო და რთულია რომ მან რაღაცა კარგი იპო რა და მაგიტომ ნაფიხის აწყობა მერე ის იმან ესე მითხრა ხო და მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ ამ თემაზე ბევრი რა იმიტომ რომ მე მახსოვს ხო დიდგანვე საქართველოში და არავინ არ ვარჯიშობდა მერე შემოვიდა და ყველა ვარჯიში დაიწყო და აი რაღაცა თქვათ იქ ქალი მყავდა ჩერი ქალების გადმოსახედიდან ისაუბრა ახლა შენ ორივეს გადმოსახედიდან მაგრამ ანუ აი ხო იცი რაღაცნაირად ის არის რომ მამაკაც როცა უყურებენ მამაკაცები უფრო მეტი ხო ცოტა მეტი მაგრამ რა არის იცი გამოსვლილი მწვრთნელების კამათო მე ყოველთვის და გამოსვლილი მწვრთნელების ხანდახან აზრებიც არ ემთხვევა ერთმანეთს და ესეც ნორმალურია და ეს თუ არ არის მაშინ არანაირი განვითარება არ იქნება ზუსტად თუ კამათი არ არსებობს და განსხვავებული აზრი არ არსებობს ვერასდროს ვერ ვიპოვით სწორ აზრს ამიტომ პირიქით ძალიან კარგია რავი აი ჩერიც იყო დაჭყებიაც აქ იყო და კვებაზე გაამახვილა ყურადღება ორი სულგონი აქედან ორი სნიკერსი იქიდან თელი კვები და პირიქით კარგია, ანუ რაც მეტს გაუზიარებთ ერთმანეთს და მეტ ჩვენას გაუზიარებთ უფრო მეტად განვითარებით და ეს არის მთელი არსი რა ფიტნესის და ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს მივეთყვი რომ არ დავიწყეს გამოწერა არხის იმიტომ რომ უყურებთ და არიწერთ ხოლმე და ასევე ძალიან მეხმარება ვიდეოს მოწონებაც და რაღაც აზრის გაზიარებაც ეს გამოწერა ბევრს ნიშნავს ჩემთვის იმიტომ რომ აი რაღაცა გულის ფართხალი რაც ამას ხედავ იმიტომ რომ ეგ იმას ნიშნავს რომ მოგწონთ ამიტომ არ დაგავიწყდეთ და დიდი მადლობა მადლობა თქვენ